მოგესალმებით, მეგობრებო, თორნიკე ჭეიშვილი მომზადდა საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოადგილე. აი, ენამ არ მიყივლა, შემდეგ მოწვევაზე ალბათ კომიტეტის თავმჯდომარეს იქნება, მე ჩვევია ეგეთი კეთილი პროგნოზები და საუბრას ვიწყებთ თქვენთან იმ სიახლით, რომ შეხვდა რა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს მთავრობის წევრს, საგარეო საქმეთა მინისტრს ფოტოც გადაიღეს, რამაც საზარელი კომენტარები გამოიწვია საელჩოს მიერ დადებულ ნიუსზე. საელჩოს ნიუსში ეწერა, რომ ელჩმა გარკვეულწილად გაუზიარა საქართველოს ხელისუფლებას ხედვები რუბიოს და ტრამპის ამ თანამშრომლობაზე და ასევე მუქარანარევი არა, მაგრამ ესეთი ნათქვამი იყო, რომ დაელოდება ნაბიჯებს თუ მსგავს ინტერპრეტაციის უფლებას მომცემთ, ის ელოდება ნაბიჯებს, რომელსაც გადმოდგავს საქართველოს ხელისუფლება, ამერიკას საქართველოს ხელისუფლების გაუმჯობესებისთვის. იცით, რომ ჩიხში შეიყვანა წინა ადმინისტრაციამ, ჩვენ ძალიან ბევრი ცუდი რამ დაგვაბრალა, ცუდი რამ მოიმოქმედა USAID-მა ამის რევოლუცია მოგვიწყო, ვერ მოაწყობდა, მაგრამ დიდი ფული დახარჯა, ვიცით მოცულობაც ამ ფულის და აი, მაგალითად ლაშა ბუგაზემ დააპოსტა კომენტარი, ერთ-ერთი აქტივისტი მომწერლო ელემენტია, ანუ ჩატარდა არჩევნები, არ გაყალბებულა, აღიარეთ ივანიშვილის ბანდა ხელისუფლებად, მინისტრი არ ქვია ამ ქალს, შეასწორეთ, ესე იგი. კი ბატონო, ნანუკა ჯორჯოლიანი როგორც იცი ტოპ 20 ერთ-ერთი და ინტელექტის საბადო, ვინაა საგარეო საქმეთა მინისტრი? ანუ, მოდით პირველი კითხვა შემდეგში მდგომარეობს. იმდენად ბევრი ჩაყლაპეს, მოკბიჩეს ოპოებმა თავისი აქტივისტებით, რომ ეხლა ვერ ღეჭავენ, ხო? ანუ იმდენად შორს წავიდნენ, ლეგიტიმაცია არ მისცემთ პარლამენტს, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, მთავრობა არალეგიტიმურია, თვითმარქვია, რომ ეხლა ვითარება ხო ნელ-ნელა მშვიდდება და რეალობას ემსგავსება და ტრამპი რეალისტია. ანუ მოხდება ყველაფერი ისე კარგად, როგორც დაგიბარებია. ლეგიტიმაციას გულისხმობ, არც იყო ამის პრობლემა, მოგონილია. ანუ იმდენი რამე ჩაკმიჩეს, რომ ეხლა ვეღარ ღეჭავენ და ვერ გლაპავენ, ხო? საღამოშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ბატონ შალომ, მივესალმები ტელემაყურებელს. მე მახსენდება ჩვენი წინა შეხვედრა, წინა გადაცემა, როდესაც ზუსტად იმაზე საუბრობდით, რომ იმდენი ფუჭდებოდა წინა ადმინისტრაციის პირობებში, ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში, რომ ძალიან რთული იქნებოდა და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა რაღაც სტატუს კვოს აღდგენას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გზაზე. ეხლა დღევანდელი შეხვედრა ამ თვალსაზრისით შეიძლება ვთქვათ, რომ არის რაღაცა პირველი ნაპერწკალი, პირველი იმპულსი იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული, ხო? უმაღლესი თანამდებობის პირები არაერთხელ ჩვენი ხელისუფლების აღნიშნავენ იმას, რომ რასაკვირველია ქართულ-ამერიკული მეგობრობა ზოგადად კითხვის ნიშნის ქვეშ არავის არ დაუყენებია. თუმცა ნებისმიერი ნარატივი, რომელიც დაფუძნებული იყო უსამართლობაზე, რომელიც რაღაცნაირად აცდენილი იყო თანასწორობას და თანაბარ უფლებიანობას ამ ურთიერთობებში, იქნებოდა მიუღებელი და ჩვენი ეროვნული პოლიტიკა გქონდა და გვაქვს რასაკვირველია, ხო? დღევანდელი ვიზიტის ფონზე საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების ელჩისა ერთმა საინტერესო რემარკამ გაიჟღერა იმის თაობაზე, რომ ხაზი გაესვა ფასეულობათა თანხვედრას, რომელიც არსებობს ორი ქვეყნის ხალხებს, ხო, ხელისუფლების შორის, უკვე არსებობს. ეხლა ტრამპის ადმინისტრაციის ეს თავისთავად პოზიტიური, ასე ვთქვათ, ამბავია და გზავნილია, იმიტომ რომ ამის თაობაზე ჩვენ საუბრობდით ჯერ კიდე მაშინ, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია მოხდა და პრაქტიკულად მეორე დღესვე თუ იმ დღესვე არა, მან დაიწყო შესაბამისი აღმასრულებელი განკარგულებების გამოცემა და ამ შემდეგ, რამაც დაადასტურა ის, ასე ვთქვათ, წინასაარჩევნო პერიოდში გაჟღერებული პროგრამა, დაპირებები, რომელზეც თავად საუბრობდა, ხო? და რომელსაც მეორე მხრივ ეფუძნებოდა ჩვენი მხრიდან გარკვეული ანალიზით და სათანადო მოლოდინებიც. თუმცა მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, გზა წინ არის საკმაოდ დიდი, ეს ფაქტია, ვინაიდან დაუბრუნდები იმ თეზას, რომ
ძალიან ბევრი რამ იქნა გაფუჭებული ამ თვალსაზრისით წინა ადმინისტრაციის პირობებში და ბუნებრივია ჩვენ ახლა ერთი შეხვედრა ნუ მოგცემს იმის რაღაცა განცდას რომ ხვალიდან ყველაფერი საფუძვლით ბუნებრივია დასაწყისია უბრალოდ ეს არის პირველი ნაბიჯი ამ თვალსაზრისით და ჩვენ უნდა დაველოდოთ მონეტა განვითარებას ჩვენ გაცხადებული გვაქვს როგორც შეერთებული შტატებისთვის ისე მთელი მსოფლიოსთვის შეიძლება ითქვას კურსი რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დღეს გვაქვს რომლის ლეგიტიმაციაც ჩვენ საზოგადოებისაგან მივიღეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და სწორედ აი ამ ეროვნული პოლიტიკის ასე ვთქვათ კონტექსტში მივესალმებით რასაკვირველია ნებისმიერ იმ შემხვედრ ნაბიჯს რომელიც შეიძლება გადმოიდგას ამა თუ იმ სახელმწიფოს მისი ელჩის თუ ლიდერის მხრიდან რომელიც კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა დაფუძნებული იქნება აი თანაბარ უფლებიანობაზე და სტრატეგიული პარტნიორობა იქნება შინაარსობრივად სტრატეგიული პარტნიორობა და არა მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა დეკლარაციების შემსუგდება ვიზების მიღება სავაჭრო ორმაგი დაბეჭდვა აღარ იქნება და ასე შემდეგ კი ბატონო რაც შეეხება ახლა იმ რაღაცა არ ვიცი ერთი მხრივ პანიკას ალბათ და მეორე მხრივ ისტერიას რასაც ვადევნებთ თვალყურს ეს მოსალოდნელიც იყო იმ თვალსაზრისით რომ დღეს რადიკალური ჯგუფები რადიკალური ოპოზიცია მართლაც იმდენად არის უკვე აცდენილი რეალობას აცდენილია საკუთარ ამომრჩეველსაც ალბათ და მის ხმას რომ საკუთარი თავი ჩიხში ყავთ შეყვანილი და ნებისმიერი ასეთი ამბავი ეს არის მათთვის რაღაცა მეხის გავარდნის ტოლფასი ხომ და ამ ეფექტის მატარებელი და ვერც მალავენ უკვე ამას ეხლა წარმოიდგინეთ ნაცვლად იმისა რომ რაღაცა შინაარსში შევიდნენ აბსოლუტურად ამისგან განყენებულად მიდის საუბარი იმაზე რომ ეს როგორ მოხდა თურმე როგორ დაიწერა რომ ministrs შეხვდა შეერთებული შტატების ელჩი რასაკვირველია ministrs თუ ისინი დღემდე მართლა იმ აზრის ტყვეობაში იმყოფებიან რომ აქ ლეგიტიმაციასთან მიმართებით ვინმეს კითხვის ნიშანი შეიძლება ჰქონდეს გარედან ნუ მაშინ მათი დიაგნოზი კიდევ უფრო მძიმე ყოფილა ვიდრე შეიძლება ეს ჩვენ წარმოგვედგინა ჩვენ ანგაჟირებულ ევროდეპუტატებს პატარა სახელმწიფოების ანგაჟირებული სახელმწიფოების ჩინოვნიკებს თუმცა იმასაც მე მგონი გაცლებით უფრო მეტი იციან და უფრო სერიოზულად აფასებენ მათ შორის აქ მიმდინარე მოვლენებს და არავითარი ხო რეალობა თავისას ითხოვს ვერ მოახერხეს რევოლუცია ბწყალებში ეს რევოლუცია არ იყო ბუნტის ცდელობა და ეხლა მოუწევთ რეალობასთან შეგუება როგორც ძალიან ბევრს აი ამ ბუღაძისნაირ ადამიანს თუმცა რა არის იცით აქ უკვე მე მგონი ძალიან დააგვიანდათ რადიკალურ ჯგუფებს იმ თვალსაზრისით რომ ძალიან დიდი დრო გაუშვეს და დიდი შესაძლებლობებიც გაუშვეს ალბათ ეს მათიციან თვითონ მაგრამ მე მგონია რომ აი ხა შეიძლება მომენტი გაშვებული აქვს საუბარი მე ვერ ესენი რომ იდიოტები და ლიბერდებილები იყვნენ მე ვიცი მაგრამ აი ჩემთვის საოცარ სიზმარში და ოცნებაშიც ვერ დაუშვებდი რომ აი ესეთ საგოლეპას მოგვაწოდებდნენ ეს ლიბერდებილები. ანუ 60 კაცი ყავდათ პარლამენტში. შემოდი აწარმოე პროცედურული ომი 60 კაცი არ არის ცოტა. სკანდალები მოაწეგნებავს ახლა ჩვენ უყურებთ რა ხდება სხვა პარლამენტებში. ამ ბოლო დროს მე მგონი ბოლისად გაუშვეს დიმაუშკები. იმის ერთ-ერთი ყოფილი სოციალისტური ქვეყანა იმის რუმინეთი ხო მე მგონი რუმინეთში ხო სადაც ეგ იყო შემახსენებენ ალბათ სადაც დიდი სკანდალი მოაწყეს ხო ანუ 60 მოლაპარაკე თავი ასე თქვა ძალიან დიდი ძალა იქნებოდა და რა გააკეთეს რა მიიღეს მარგინალიზაცია სრული ეხა რაღაცნაირად ცდილობს მაზაკვალი გახარია რომ შეიპაროს, იმიტომ რომ არ უნდა იმ ბედის გაზიარება, რასაც სხვები ეხლა იმყოფებიან. აი, რატომ არ გააკეთეს ეს? თანდაყოლილი იდიოტიზმია თუ ეს იყო deep state-ის და მათი უფროსების დაკვეთა იმ იმედით, რომ ხელისუფლება ჩვენი ზეწოლას ვერ გაუძლებდა. მე მგონი აქ განცდა იყო იმისა, რომ განმეორდებოდა სცენარი, რაც იყო 2020 წელს. დიახ. 2020 წელს ეს შანტაჟი გარკვეულწილად მათ გამოვიდათ, ეს უნდა
ვთქვათ ხომ, იმის გათვალისწინებით რომ გახსოვთ კარგად მთელი რაუნდები გაიმართა შემდგომ მოლაპარაკებებისა რომ დიახ შარლ-მიშელის ეს ცნობილი შემდგომ შეთანხმება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომელსაც თავადვე სხვათა შორის გაექცნენ მე ესეც გვახსოვს კი ბატონო თუმცა ნუ რაღაცნაირად თითქოს ამით ფონი შექმნეს რომ პარლამენტში აი რაღაცა ხვეწნა მუდარით მათი შემოსვლა მაშინ მომხდარიყო მეორე მხრივ მოდი ისიც ვთქვათ რა მიიღო საზოგადოებამ და მათ შორის მათმა ამომრჩეველმა მაშინ მათი შემოსვლით აბსოლუტურად არაფერი იმ თვალსაზრისით რომ ეხლა მე როდესაც მიწევდა მაშინ არ ვიყავი დეპუტატი მაგრამ პარლამენტთან საქმიანი ასე ვთქვათ ურთიერთობა ხედავდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას რომ თუ კი შემოდიოდნენ ეს იყო ერთმნიშვნელოვნად ადგილზე რაღაცა დესტრუქციის და სკანდალის მოწყობის მიზანი არავითარი შინაარსობრივი მსჯელობა იქ არ მიმდინარეობდა და არსებითად იმ ბერკეტების გამოყენება რაც მათ შორის კონსტიტუციიდან გამომდინარე შეიძლება ოპოზიციას ჰქონდეს იქ ფრაქციის ფორმატი იქნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ გამოყენება ამ ყველაფრის არ ხდებოდა ეხლა ეს არის პოლიტიკური უმციფრობის ამბავი თუ რაღაც კიდე სხვა ნუ უკვე წარსული ამბავია და ამაზე ალბათ ახლა აღარ ღირს ესე ჩაღრმავა და მსჯელობა რაც შეეხება ახლანდელს ხო როგორც ჩანს ეს განცდა გარკვეულწილად მათ კვლავ ჰქონდათ რომ ეს იქნებოდა მორიგი ავანტიურის შანტაჟი საგანი და შანტაჟი მათი მხრიდან თუმცა როგორც ხედავთ ჩვენმა გუნდმა საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ ის გადაწყვეტილება რაც მივიღეთ და ვფიქრობ რომ სამართლებრივად ეს გადაწყვეტილება ისე როგორც პოლიტიკურად არის აბსოლუტურად სწორი და მიზანშეწონილი ელემენტარულად კონსტიტუციას რომ ჩავხედოთ შესაბამისი მუხლი რომელიც პარლამენტის წევრის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს და მათ შორის ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესაძლებლობებს პირველი რითაც იწყება იქ შესაბამისი ჩანაწერი არის რომ ეს პირადი განცხადებით არის გამოხატული ნება იურიდიულად ერთია მაგრამ აზრობრივად და შინაარსობრივად პოლიტიკურადაც და ზოგადად ეს იყო მათთვის ყველანაირად წამგები. რა თქმა უნდა, იმიტომ გააკეთეს. ყველანაირად ერთი რეზონი არა აქვს ამას, რის გამოც ეს გააკეთეს. უბრალოდ აი კითხვა იმაში მდგომარეობდა რომ თქვენი აზრით თავიანთი იდიოტიზმის და ამპარტავნების თუ დავალების გამო გააკეთეს. კი ბატონო, დაუბრუნდეთ ამ თემას. შეიძლება ვთქვათ რომ კომბინაციასთან გვაქვს საქმე ერთი მხრივ მოლოდინისა კიდევ ერთხელ ვამბობ ეს გავვიდოდათ მეორე რასაკვირველია ყველას უკვე ძალიან კარგად მოიხსენება რომ შესაბამის აგენტურას ყავს გარე ინსტრუქტორები და როგორც ჩანს იმ მომენტში მათ არ ქონდათ სათანადო თქვა დავალება მიღებული რომ კომუნიკაცია იყო ცუდ ან შეიძლება ნუ ხა ეს ნახოთ შეიძლება აქ თუნდაც ის იყო რომ სოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ამასობაში რაღაცები შეიცვალა და ნუ ვიღაცა შეიძლება მართლაც დრო აღარ დარჩა სათანადო ტრამპი მოვიდა რა კი აქეთ ასე ვთქვათ მიეხედა აგენტურისთვის და ნუ ფაქტია რომ ისინი აღმოჩნდნენ ამით ერთი მხრივ აბსოლუტურ გაუგებრობაში პოლიტიკურ გაუგებრობაში და კიდევ ერთხელ ვამბობ მეორე მხრივ საკუთარ ამომრჩეველსაც გაუწრუეს იმედები. მე ესე მგონია და არა მარტო მე მეგონი მარტივ ჭეშმარიტება ლეგიტიმაციას როდესაც რაღაც დონეზე იღებენ შესაბამისად უნდა აღასრულონ. საუბრის დასაწყისში ვახსენეთ რომ აუცილებლად უნდა მოიძებნოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ეს რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას არ ეხება ვერ შეძლებს ქართული ოცნება შვას ხელოვნურად ოპოზიცია მაგრამ ამდენი არაოცნების ამომრჩევლის რეპრეზენტატიულობის გარეშე დატოვებას არ შეიძლება. პირველ რიგში მათ მაგრად გაუტეხეს და გადააგდეს და აი უღალატეს თავიანთ ამომრჩეველს. აი მე ესე ვიტყვი. სხვათა შორის ამ თვალსაზრისით მე მინდა რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნო პარლამენტში ოპოზიციური ფლანგი რომელიც დღეს არის ფორმირებული ერთი მხრივ, ნუ იმყოფება ოპონირების რეჟიმში, ხა სხდომათა დარბაზში თუ სხდომათა დარბაზს მიღმა, ნუ შეიძლება გარკვეული ასთა სხვადასხვაობა არსებობდეს და ეს ბუნებრივია, იმიტომ არის ეს ამ შემთხვევაში უკვე ოპოზიციად იდენტიფიცირებული თავისთავი ასე აღიქვა. ამ შემთხვევაში და მეორე ის რომ ასევე არის საკმაოდ საინტერესო პრაქტიკა იმასთან მიმართებით, როდესაც არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები, მოდი პირდაპირ ვთქვა. ეს ძალიან იშვიათი მოვლენა იყო აქამდე ქართული საპარლამენტო ცხოვრებისთვის და ეფუძნებოდა მცდარ აღქმებს ამასთან მიმართებით, როგორი შეიძლება იყოს ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა. მინდა ვთქვა, რომ დღეს აი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები რამდენიმე კანონპროექტთან მიმართებით, რომელსაც კიდევ ერთხელ ვამბობ, აქვს ძალიან მაღალი მნიშვნელობა სახელმწიფოებრივ კონტექსტში თუ ასე შემდეგ, არიან თანაინიციატორები.
რაც იმას შეიძლება არ ნიშნავდეს, რომ ისინი ყველა, ასე ვთქვათ, სიტყვას ეთანხმებიან და ამისთვის არსებობს საპარლამენტო ფორმატები და საპარლამენტო განხილვები, რომ ჩვენი კიდევ ერთხელ აზრთა ჭიდილი, ასე ვთქვათ, გავმართოთ და საბოლოო ჯამში მივიდეთ რაღაც საუკეთესო გადაწყვეტილებამდე, მაგრამ სულისკვეთება, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს მაგალითად ფარას, იცით ხომ, არის ინიცირებული, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს მედია ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ხომ, ეს ბრიტანული ამაზე უნდა ვისაუბრო და რომელიც აი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე. კი ბატონო, აი ამ პრობლემებზე ახლა ვისაუბრებ. კი ბატონო, ეს მინდა უბრალოდ კიდევ ერთხელ მაყურებლისთვის განმარტო, რომ ამ შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიცია გვევლინება ხანა ინიციატორად და ეს არის მხოლოდ პოზიტიური მოვლენა და არა ის დავიწყოთ იქიდან, რომ ქართული ოცნება არის სოციალურად ორიენტირებული ანტი და არა ფსევდოლიბერალური ძალა. მე სხვა რამე ვთქვი. იმ ლიბერალურ ნაწილს ჩვენი საზოგადოებისა, რომელიც რა თქმა უნდა არის უმცირესობა და რომლის იდეების თავზე მოხვევასაც ცდილობდნენ ამდენი წლის განმავლობაში, მაინც სჭირდება რეპრეზენტატიულობა და უღალატეს ამ ხალხს თქო, მაგას უღალატეს. ფაქტია რომ ვიღაცა შეიძლება სხვანაირად ფიქრობს, ქუჩაში არ უნდა გამორბოდეს ვიღაცა, ბევრი მოტყუებული ახალგაზრდა დგას იქ დაუჯერა ამათ და ამათ თავიანთი ნორმალური არაგიჟი, რომლებიც გადატრიალებას არ ახდენენ და ლაპარაკი შეუძლია და უზდელობა და საჭმელში ჩაფურთხება კი არა, ისეთი ლიდერები უნდა ჰყავდეთ, რომელთაც შეიძლება სამოქალაქო მშვიდობის დამყარება. გადავიდეთ ფარაზე. რა სტადიაში არის კანონპროექტი? კანონპროექტი ამჟამად არის მზად იმისთვის, რომ მეორე მოსმენით მოხდეს მისი განხილვა. მომავალ კვირაში მოგეხსენებათ, ეს არის სასესიო კვირა, შესაბამისად გაგრძელდება საპარლამენტო განხილვები. მთელ ამ ცვლილებათა პაკეტზე. ბატონო, კონკრეტულად დიახ, მათ შორის ეს საკითხიც გახლავთ დღის ეს რიგში, ასევე მედიასთან მიმართებით წეღან ვახსენეთ, ასევე იქ არის ცვლილებები, რომელიც შეეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს, ალტერნატიულ ორიგინალური ვარიანტი საკითხული მაქვს და ძირითადად არის ლობიზმის გამправებელი და სასამართლო საკანონმდებლო ჩარჩოში ჩამსმელი, ასე ვთქვათ, დოკუმენტი. კანონი. ჩვენთან ლობიზმი არ არის საკანონმდებლო დონეზე აღიარებული და ნორმატიული მოწესრიგება არსებობს, მაგრამ იმ სტანდარტით და იმ ცნებით იმგაგებით არ არის. ამას ლოგიკურად უნდა მოხვდეს ლობიზმის უფრო გაправება, მასე ადამიანურად გეტყვი. ეხლა ჩვენ რომ თუ ფარა გვაქვს, ხვდებით? ხო, ეს ალბათ მომდევნო მსჯელობის საგანია, დავუშვათ აქამდე როგორ შეიძლება მივიდეთ თუ არ მივიდეთ, მაგრამ რაც შეეხება ფარას, აქ ამოცანა არის ერთი და ძალიან მარტივი. იმ მოვლენების ფონზე, იმ მხილებათა მთელი სპექტრის და კასკადის ფონზე, რასაც ყველანი თვალყურს ვადევნებთ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებით ხომ, იმავე შეერთებული შტატებიდან ხედავთ რა გზავნილები მოდის და გაცილებით უფრო რადიკალური სხვა შორის ვიდრე შეიძლება და ეს გაკეთებულიყო აქ ადგილზე, ამ შედარებასაც ხედავს ჩვენი საზოგადოება. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ თანხმდებით იმაზე, რომ გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, ეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ჩვენ გვმართებს გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე იქნეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოება და სუვერენიტეტი უზრუნველყოფა. მესმის და ამას უზრუნველყოფს ფარა. ფარა ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, მექანიზმია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწიოთ და ქვეყანა სამმავლოდ დავიცვათ კიდევ უფრო ეფექტიანად, იმიტომ რომ ახლაც გვაქვს ვიცით ესეც გამჭვირვალობის ქართული კანონი ხო, რომელსაც ცალკე კიდე პერიპეტიები უძღოდა წინ, რომლის მიღებასაც ეს კანონი. იცით რა არის? ანუ ორმაგი დაბეგრვა არ მოხდეს. ხო, ნუ პრაქტიკული თვალსაზრისით ის უფრო ძაფრია, მოდი ესე ვთქვათ, ეხლა რო ვიღებთ. ფარა ზოგადად, რა თქმა უნდა, ეს არის უფრო მეტად ხისტი, საკანონმდებლო აქტი, უფრო ხისტი სულისკვეთებით. კი, და ის გაუწევა თუ არა. და როგორც იყო აღნიშნული, პრაქტიკული თვალსაზრისით, აი როცა საბოლოო პროდუქტი იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ იქნება, ასე ვთქვათ, გაანალიზებული, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით იმ კანონს ვთქვათ, რომ ხო, აღარ ექნება ის იმიტომ რომ აქ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოდის, დიდი ფულადი ჯარიმები, დიდი და მოუწევს ყველას, ვისაც უცხოური ფული აქვს. აი მაგალითად, ჩვენ ვიცით და გელამთილიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია გამჭვირვალეობა პირდაპირ აიღეს და სხვა ქვეყნის სახელით დარგისდა. ჩვენი ძმა, მეგობარი ქვეყნის ესტონეთის ხო, ნუ აქ უნდა ვთქვათ აუცილებლად ერთი რამ რა. ამ ორგანიზაციებთან მიმართებით მოგახსენებთ.
რომ თავისთავად უკვე აი ჩემი ხსენებულმა გამჭვირვალობის ქართულმა კანონმა თავისი ამოცანა ამ თვალსაზრისით შეასრულა რატომ? იმიტომ რომ პირველი ეს თვით ლუსტრაციის პროცესი ნამდვილად წარიმართა და მიღების დროს ჯერ კიდევ რა თქმა უნდა დავინახეთ ვინ გამოვარდა კი ბატონო და ნუ მეორე უკვე ეს შედეგები ხარ რასაც ჩვენ ხედავთ როდესაც ქართულ სამართლებრივ მოცემულობას და შეიძლება ითქვას საქართველოსაც იმავდროულად მთელი რიგი ეს რადიკალური ორგანიზაციები გაექცნენ. რატო გაექცნენ? იმიტომ რომ თუ კი შენ სიკეთეს აკეთებ საზოგადოებისთვის, რაღაც კონკრეტული დარგის განვითარებას უწყობ ხელს და ასე შემდეგ, მარტივი ჭეშმარიტებაა რომ დასამალი არაფერი არ გაქვს. მით უმეტეს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში, რომელიც შენ გეუბნება რომ უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა გამოიტანო დიახ სააშკარაოზე. კი ბატონო, მეტი არაფერი. რაც შეეხება პერსპექტივას, მე მგონია რომ ეს პროცესი ალბათ გაგრძელდება იმ თვალსაზრისით, რომ რაც უფრო მაღალი და მკაცრი იქნება, თქვათ სტანდარტი ერთი მხრივ გამჭვირვალობის და მეორე მხრივ ამ გამჭვირვალობასთან რაღაც შეუგუებლობის ბუნებრივია რომ თქვენ საკანონმდებლო დონეზე საუბრობთ. დიახ, რა თქმა უნდა. თორე არის უკვე ფარაში არის. მეორე მხრივ ახლა იმ კონკრეტულ ორგანიზაციებს მიუხედავად გადარეგისტრირებისა, მათ ფაქტია რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ უცე ხა ხვალდაზეკეთ თავის საქმესა თვითონ იციან საქართველოსთან მიმართებით ინტერესი დაკარგული არ აქვთ. და უფრო მეტიც შეიძლება ისინი ახლა რაღაცნაირად არიან ესეთი თავშესაფრის ძიებაში და შეიძლება განსაკუთრებით იპოვეს ეს თავშესაფარი რომ იქ ამ რთულ დროს გაუძლონ ალბათ მათთვის რთულ დროს და მე უკვე იმიტომ რომ ესტონეთს ფეხებზე კიდია ჯერჯერობით ჩვენი ხელისუფლების და ძალიან ცუდია ქართული ხალხის აზრი და ტრულ ორგანიზაციებს იფარავს ეს დიდხანს არ შეიძლება რომ გაგრძელდეს ესტონეთი გამოირჩევა. ნუ ეს ცალკე თემა ზოგადად ის განცხადებები მათ შორის რაც გვესმის. ჩვენ რო გავაკეთოთ დაუშვათ რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია და ესტონეთში რომ დაუიწყოთ ჩვენი ინტერესების გატარება მოეწონებათ ესტონეთის ხელისუფლების წევრებს. ნუ რეაქცია სავარაუდოდ იქნება პარიტეტული უნდა იყოს არა ურთიერთ გეთახმებით პატივისცემა უნდა იყოს. აბსოლუტურად მაგრამ ეს უნდა აღმოფხრათ მე რას მოვაკეთე ეს ყველიც უნდა ამოიქოლოს. კი ბატონო, ზუსტად ეს არის რომ ეს დაფინანსებები რა შეფუთვითაც არ უნდა იყოს შემოთავაზებული. იქნება ეს პირდაპირ რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის განკუთვნილი დაფინანსება. იქნება ეს რაღაცა ირიბი, ასე ვთქვათ, შემოვლითი. მათ შორის მედიებთან მიმართებითაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი მედიებში ძალიან კარგი კანონია რომ მედია სტანდარტებთან დაკავშირებით და მან სამუშაოა კიდევ, იმიტომ რომ მაგალითად მე ჩემი გადაცემა საავტოროა, ეს საინფორმაციო არ არის. მე შემიძლია პირდაპირ განვაცხადო, რომ მე ქართულ ოცნებას ვუჭერ მხარს და ქართული ოცნების მხარდამჭერის პოზიციიდან ვაკეთებ ამ გადაცემას. არის შესაბამისი დათქვები სხვათა შორის. საავტორო გადაცემას ეს აუცილებელია, რომ მე მაგალითად ყალბ ბალანსს არ დავიცავთ. არ იქნება სწორი უბრალოდ კანონით დამავალებს სხვას რას ვიზავ, მაგრამ ეს იქნება ცუდი. ანუ მე მგონი ეგ უნდა იყოს აი რახან ამდენი ხანია მედიაში მუშაობ თავს მივცე უფლებას რომ გითხრათ თქვენს აი მაღაზიაში რომ საქონელია ხო ეტიკეტზე უნდა ეწეროს რას მოიხმარს ადამიანი ანუ ის რომ მოატყუო რომ ეს რაღაცა არის რაღაცა დემოკრატიის პრინციპების ერთგული ტელევიზია ხო როგორც აკეთებდნენ აქამდე ეს არ იქნება სწორი ჩვენ ტელევიზიას ეს პრობლემა არასოდეს არ აქვს ჩვენი საინფორმაციო არის ერთი სადაც შეიძლება რაღაც რეგულაციები მაგრამ არის საავტორო გადაცემები სადაც ღიად გამოდის ადამიანი ჩვენთან ყველა ესია და ამბობს რომ აი ამ სიტუაციაში როცა საქართველოს იდგა და შეიძლება კიდევ იდგეს ეგზისტენციური საფრთხის წინ ჩვენ ხელისუფლებას უჭერთ ხარს და მორჩა წერტილი კი ბატონო აქ არის ერთი მთავარი პრობლემა რა სხვა შორის პარლამენტის თავმჯდომარემ ამას წინათ დღევანდელი თვითრეგულირების მექანიზმი რაც ზოგადად მედია ორგანიზაციებში არსებობს თუ უნდა არსებობდეს შეადარა გამორთულ მდგომარეობაში ყოფშუქ ნიშანს და ძალიან კარგი შედარებაა კი ეგრეა ყველანი თანხმდებით იმაზე რომ თვითრეგულირება დღეს არ მუშაობს აბა ჩემშუს ხო არ მუშაობს თავს დაახლოებით ნუ დაახლოებით კი ბატონო თვითრეგულირება არ მუშაობს სხვათა შორის ბრიტანულ სტანდარტზე როცა არის ლაპარაკი რომ ჩავხედოთ ქცევის კოდექსს მაუწყებლობთა ქცევის კოდექსს სწორედ არსებითად ბრიტანულ სტანდარტს ეფუძნება ეს დოკუმენტი მაგრამ ამ დოკუმენტს დღეს
სამწუხაროდ აქვს ფარატინა ქაღალდის ფასი. სწორედ იმიტომ, რომ ინსტიტუციური მექანიზმები იქ ჩაწერილი რეგულაციებისა პრაქტიკულად არ მუშაობს, ხო? ნუ შეიძლება სადღაც გაწერილია რომ უნდა არსებობდეს, მაგრამ არ მუშაობს. შესაბამისად აქ რა ხდება? მთავარი რა არის ამ საკანონმდებლო ცვლილებასთან მიმართებით, რომ ის რაც დღეს თვითრეგულირებაზე იყო გადაკისრებული და მინდობილი ერთგვარად სახელმწიფო იღებს უკვე შესაბამის პასუხისმგებლობას რომ თავად მოკიდოს ამ საქმეს ხელი, რა თქმა უნდა შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით ეს ერთი და მეორე ის რაც იყო შეიძლება ვთქვათ ჩაკარგული კანონქვემდებარე აქტების დონეზე ამოვიდეს საკანონმდებლო დონეზე, რაც უკვე თავისთავად უფრო მეტად ეფექტიანს ხდის მათ შორის შესაბამის ნორმებს აღსრულების კონტექსტში. და მეორე მხრივ ახლა ის ნარატივი ის აბსოლუტურად ყალბი გზავნილები იმასთან მიმართებით რომ ვიღაც ამით თითქოს და შეიძლება შეეცადოს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გაილაშქროს მედია ორგანიზაციები შეავიწროს და ასე შემდეგ ეს არის ისევ და ისევ სპეკულაცია სხვა არაფერი იმიტომ რომ საქართველოში არის ბრიტანული აი დავასრულებ თუ შეიძლება ბრიტანული მოდელი თავისი არსით მე მგონი იმაშიც ვთანხმდებით რომ ვერ იქნება ისეთი რომელიც არსებითად რომელიმე ძირითად უფლება შეიძლება არა უფლებების ნაწილში ვამბობ უფლება შეიძლება უწევდეს მოდელი საქართველოს ჩემი აზრით მიუღებელია მაგრამ ამას თავი დავანებოთ მე გეთანხმებით რომ როდესაც ფეიქს უშვებ და ათობით ადამიანს და ასობით ადამიანს და ოჯახს უწიოკებ აბსოლუტური ტყუილით ფაქტი ვითომ ჭალებში რომელსაც შენ ეთერში უშვებ და ეს ფაქტი კი არა ფეიკია ეს რაღაცნაირად უნდა დაისაჯოს მაგრამ როდესაც მე გადაცემაში ვამბობ რომ არ მოვიწევ იმ ადამიანს იმიტომ რომ ფეხებზეც მკიდია მისი აზრი იმიტომ რომ ის არის აგენტი ეს დაცული უნდა იყოს ჩემი აზრით ანუ მე ყალბი ბალანსის შექმნა არ უნდა მევალებოდეს ანუ ხვდებით რატო იმიტომ რომ მე მაგალითად ნაციონალური მოძრაობის წევრების სტუდიაში მოწვევის აზრს ვერ ვხედავ ისინი არიან აგენტები ისინი არიან ქვეყნის მტრები უნდათ ომი უბედურება და როგორ შეიძლება თუნდაც დისკუსიის დროს მივცე მას ჩემი პირადი გადაცემის ხო ნუ თქვენ საავტორო გადაცემის კონტექსტში კი ბატონო მოდი ეს ვთქვა გარდა ამისა ოღონდ მე თუ იმ ადამიანს რამე მოვუგონე რამე დავაბრალე და ჩემი მოსაზრება ფაქტად გავასაღე იმ ადამიანს ყოველთვის უნდა კონდეს საშუალება რომ ან ეფექტიანი მექანიზმი სასამართლოში ან კომისიაში მიჩიოს ესე მოხდა სწორედ ეს ალტერნატივები იქნება ესე მოხდა ეს სოფლიო ბანკს რო ეძახიან თაღლითი ადამიანი იცით თქვენ ვიზეც არის პარტა ბურჭულაძე მე თქვენ რომ ის ბავშვების უპოვარი ბავშვების ფული მოიპარა მეთქი და გვიჩივლა მე მიჩივლა და სასამართლო წააგო იმიტომ რომ მე ვიყავი ჩვენ ვიყავით პოსტები პირველი დოკუმენტური გამოძიება რო გავაკეთეთ სამი საგამოძიებო ფილმი შექმნით ამაზე შემდეგ პროკურატურაც ჩაერთო ამ საქმეში და ნუ ჩვენ დავამტკიცეთ რომ ქონდა ამის საფუძველი მაგრამ შედგა ეს პროცესი ხო ასევე აი ესეც ხოთ რომ გაითვალისწინოთ რომ საავტორო თუნდაც ნაცი ავტორების მაგრამ ჩვენი ავტორების საავტორო პოზიციის მქონე ტელეწამყვანების უფლებებიც რომ გაიზიაროთ აბსოლუტურად ანუ უფლებრივ თვალსაზრისით მე შემიძლია გითხრათ რომ ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში რა თქმა უნდა არ მოდის წინააღმდეგობაში სიტყვის თავისუფლების დაცვის ინტერესთან მაგრამ აი რადგან თქვენ საუბრობთ ახლა თუნდაც ის რომ ფაქტი და აზრი მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული თქვენთისგან რომ უნდა არსებობდეს სტანდარტი იმის ახლა ვიღაცას რაღაც დააბრალო ესე ხელაღებით ხო ეს რასაკვირველია დაუშვებელი უნდა იყოს და მეორე თუ კი ეს ინფორმაცია ჟურნალისტამდე მივიდა რომ არ ვიცი ვიღაც ძალიან ცუდად იქცევა ხო მარტივი ენით რომ ვილაპარაკოთ მას ასევე უნდა კონდეს იმის ერთგვარი ვალდებულება რომ გადაამოწმოს მათ შორის შესაბამისი პირის მიმართაც ხო რამდენად შეესაბამება თუ არ შეესაბამება ეს ჭეშმარიტებას და სიმართლეს ცუდად მოქცევა საჯაროა და როცა ვხედავთ რა განცხადებებს აკეთებენ მაშინ გადამოწმების ვალდებულებაც არ გვაქვს ვეხა ზოგჯერ არის როცა ფაქტი თავისთავად მეტყველებს თავისთავად როცა გამოდიან ანუ სალომე ზურაბიშვილი როცა გამოდის და ჩემი ქვეყნისთვის დამღუპელ განცხადებებს აკეთებს მე რა უნდა გადავამოწმო აგენტია აბა რა არის ამის გამო მე არ უნდა გამკითხონ ასე ვთქვა ხო ხვდებით ესე გაითვალისწინეთ იმათმაც გვეძახონ რაღაცები მაგრამ ჩვენ ხარეს არის სიმართლე და ამიტომ და ფლობის ნაწილშიც არის ხო რაღაც საკითხი უცხოელს არ შეუძლია ფლობა ეს კვადრეც იყო თუ აღარ არის არა ადრე არ იყო ასე კაფიოდ ეს თემა და
დიახ, დარეგულირებული და ახლა კატეგორიულად არ შეიძლება. კი ბატონო. ეხლა გადავიდეთ იმ თემაზე, რომელიც ასევე ძალიან გვაღელვებს ჩვენ და გვაინტერესებს. იყო საუბარი გარკვეულ ცილისწამების თემის კრიმინალიზაციაზე ვერ ვიტყოდიო, მაგრამ არც არის სწორი. როცა ადამიანის ცილისწამება ისმის, რომ სასამართლოები როგორი გადატვირთულია კი ისიც, რომ მართლმსაჯულება ამ ხრივ თუნდაც სამოქალაქო იყოს სწრაფი და ეფექტური. აი ეს საკითხი თუ განიხილება, მაგალითად ისევე, როცა გამოდის ვიღაც ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი და ჩვენს პოლიტიკოს ან ნებისმიერ ადამიანს აბრალებს, რომ ამას ამდენი ქონება აქვს, ამას ბავშვი შეჭამა და ასე შემდეგ. ძალიან დიდხანს იწელება ეს ასე თქვათ სატისფაქციის საქმეები სასამართლოში და მორალური კომპენსაციაც დიდი არ არის. ეს არ არის ეს პრაქტიკა, ეს არის უცხოური პრაქტიკა, თქვენ მოგწონთ პრეცედენტული სამართალი ანგლოსაქსონური. იქ არის და ჩვენთან არ შეიძლება რომ კონტინენტური მაინც უფრო კონტინენტური მოგწონთ. საერთოდ კი ბატონო, გერმანული ესე იგი. კი ბატონო, გერმანული, რომანული. ეხლა რაც შეეხება ცილისწამების ნაწილს, ხო? აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცების ტვირთის საკითხი. ხო, ვიზი არის მტკიცების ტვირთი. იმ შემთხვევაში თუ საქმე მიდის გასაჩივრებამდე იქნება. ხო, აკლები დასახა მე უნდა მოვიწყო, რომ აკლები არ ვარ, ხო? ხო, აი ზუსტად ეს არის. დღევანდელი მოწესრიგება გულისხმობს სწორედ ამას, რომ მე აკლები ვარ, უნდა ვამტკიცო რა. დიახ, მაგრამ უკვე ეს რეგულაციები და ბრიტანული სტანდარტი მათ შორის ყველაფერს მიიყვანს იქამდე, რომ მტკიცების ტვირთი უკვე გადადის მეორე მხარეს და აქ უნდა იყოს წარმოჩენილი თუ რატომ ითქვა თუ დაბრალდა შესაბამის პირს ესა თუ ის კონკრეტული ინფორმაცია, რაც იქნა გაჟღერებული. ასე რომ ამ თვალსაზრისით ასევე არის პოზიტიური სიახლე ის, რომ მტკიცების ტვირთთან მიმართებით სტანდარტი იცვლება, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ამ ბრიტანული მოდელის ერთ-ერთი ეს არის შესანიშნავი, იმიტომ რომ როდესაც გამოდის ვიღაც და რაღაცას აბრალებს, იმას უნდა ეშინოდეს, რომ მნიშვნელოვან კომპენსაციას გადაუხდის დაზარალებულს. ისევე როგორც გენიალური იყო ჯარიმების რაოდენობის გაზრდა ქუჩის გადაკეტვაზე. ეს არის უეფექტურესი საშუალება, იმიტომ რომ არსებობს დაკვირვების იდეალური მეთოდები, უკვე ჩანს ვინ კეტავს ქუჩას ისე რომ ამის საჭიროება არ არის, 5000 ლარიანი ჯარიმა არის იდეალური ამათვის. ეს მე მგონი რომ ეს ძალიან სწორი მეთოდია. სამართალდარღვევის ანუ პროპორციული, ადეკვატური უნდა იყოს შესაბამისი სახელი და სხვათა შორის ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენ რომ გავაკეთოთ ანალიზი თუნდაც სამართალდარღვევათა კოდექსის და ასე შემდეგ სწორედ დავინახავთ კვალს იმ თავის დროინდელი თავს მოხვეული და რაღაცა ლიბერალური ოღონდ ფსევდოღირებულებებისა ამის ანარეკლს იქ ვიხილავთ და სწორედ ის არის რომ ამისგან საქართველოს კანონმდებლობის გასუფთავება ხდება. ვინაიდან ეს რომ ფართო კონტექსტში დავინახოთ, ჩვენ დავინახავთ პოლიტიკურ კურსს, რომელიც იყო სხვადასხვა სამართლებრივ აქტებში შემდგომ ესე გაბნეული და ასახული, რაც იყო ერთმნიშვნელოვნად ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი იმავდროულად და საბოლოო ჯამში ეს ასუსტებდა ქართულ საზოგადოებას. ძალიან ბევრი ამის გამოვლინება შეიძლება ვიპოვოთ. ერთი ნუ ეხა სამშობლოს ღალატის მოხდა. აი ამაზე სპეციალურად მინდა გითხოთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რატო იქ გახდა საჭირო? მე ხვდები რატომაც. იმიტომ რომ დეფინიცია ძალიან მნიშვნელოვანი აქამდე რომ არ იყო და სპეციალურად გააუქმეს. მაგრამ მაინც თქვენ როგორც პროფესიონალს გითხავთ, რატომ გახდა საჭირო ამ დეფინიციის შემოღება ხდება? იმიტომ რომ პირველი მარტივად ვიტყვი, ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ხადია. და ამ მუხლის ამოღებას თავის დროზე 2007-ში იქნა ეს განხორციელებული ქონდა ერთი მხრივ თითქოს ტექნიკური რაღაც მოტივები, რომ არ პასუხობდა სისხლისამართლის კოდექსის ნორმატიულ სტრუქტურას და ასე შემდეგ, აი აბსოლუტურად თითნა გამოწვეული მოტივები იყო. ხო, ყველგან გააქრეს და აი სწორედ ეს იყო. და მეორე ეს იყო ძალიან დიდი იდეოლოგიური დაპირისპირების გამოვლინება, ისევ და ისევ საქართველოსთან. რა თქმა უნდა. და ამ ტენდენციას ჩვენ მომდევნო პერიოდშიც ვადევნებდით თვალს ნაცმოძრაობის ხელისუფლების დროს, როდესაც მართლაც მიზანმიმართულად
სრულად, კანონმდებლობის დონეზეც, თუნდაც სიტყვა სამშობლო ეს იწვევდა, დიახ, აი პირდაპირ ერთგვარ სამართლებრივ აგრესიას მათი მხრიდან და ცდილობდნენ რომ სადმე მსგავს წააწყდებოდნენ დაწყებული იყო ამის თუნდაც, მაგრამ სხვა შორის რაში ეცით საქმე, მაშინ სახელმწიფოს ღალატი ეწერა. აი ამ თვალსაზრისითაც კი, მაგრამ სახელმწიფოს ღალატსაც ისინი ფაქტია რომ ძალიან უშინდებოდნენ და სწორედ ამის კი ბატონო, ამის გამოვლინება იყო ის რომ ისევ და ისევ აი ესე ტექნიკურად თითქოს შეფუთული არგუმენტაციით იქნა ამოღებული. და დღეს ჩვენ პირიქით ვამბობთ იმას, რომ სწორედ სამშობლოსადმი დამოკიდებულება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც შეიძლება ამ ქვეყნის მოქალაქეს რა თქმა უნდა გააჩნდეს და მეორე მხრივ ხა თუ კი არის ისეთი აბსოლუტურად გაუგონარი ამბავი, როდესაც მოქალაქე მაგალითად ეწევა საბოტაჟს, ეს არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟი, არამედ ეს იყოს უკვე დაკვალიფიცირებული როგორც სამშობლოს ღალატი. გააჩნია საბოტაჟის დონეს. მაგალითად თუ სისხლის სამართლებრივი მიზნებისთვის რაც არის შესაძლებელი მაგალითად გაჩნია რას აკეთებს, თუ მაგალითად რომელიმე უნიშნელო გზას კეტავს, გასაგებია, რომ სტრატეგიული მაგისტრალების გადაკეტვის ორგანიზატორია, არა ის მონაწილე და რაღაც გეგმა კომიტეტი ჩამოაყალიბა და რევოლუციას ამზადებს, ან მსგავსი ეს რა თქმა უნდა არის. ხო, რომ ამას აქვს თავისი სამართლებრივი სტანდარტები, ან ახლაც არის სხვათა შორის პროკურატურაში ამჟამადაც მიმდინარეობს გამოძიება, ახლა ერთი თვის წინ დაიწყო, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ესე იგი უცხო ქვეყნის ორგანიზაციისთვის, ხო, რაღაცა ძირის გამოთქმის საქმიანობაში. და პირველი კანდიდატი ჩვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტია, რომელიც ესეც სხვა არაფერია, ხო, თუ ამას მოქალაქე ახორციელებს, ეს თავისთავად უკვე ნიშნავს იმას, რომ მარტივად ვიტყვი კიდევ ერთხელ, მას თავის ქვეყანა არ აინტერესებს, არ უყვარს და არავით არის ის სენტიმენტი არ გააჩნია, რაც პირიქით, ხომ პატრიოტ ადამიანს შეიძლება გააჩნდეს საკუთარი სახელმწიფოს და სამშობლოსადმი შესაძლებლობა. უვიზოს გაუქმება, სანქციებს რო ითხოვს მოქალაქე საქართველოსი. ეს თუ პოლიტიკურ შეფასებას თუ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი და სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება. ჩვენ ყველაფერს გავიგებთ მაშინ, როდესაც პირველი საქმეები და განხილვები იქნება ამ საქმეების ამ მუხლით ჯერ მიღებული არ არის. არა, ესეც არის აი იმავე რეჟიმში, წეგან საუბრობდით ფარაზე. ხო, მაგრამ მე უკვე ვნახოთ კანონზე მეორე მოსყენით პრაქტიკაში როგორი იქნება, იმიტომ რომ ეს ბევრი მუხლია ესეთი, რომ არ არის ბევრი кейსი ამ მუხლების, მაგრამ ვნახოთ ახლა როგორ ძალიან საინტერესოა ნებისმიერი იურისტის ერთი რაც ნორმა წერია, მაგრამ პრაქტიკაში განხორციელება უფრო საინტერესოა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადავალოთ ამ საქართველოს გადაწყვეტილებას. მადლობა თქვენ ძალიან საინტერესო საუბრისთვის. თორნიკე ჭეიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ყოველთვის დაგიძახებთ, როცა ახალი კანონი ან რაიმე იურიდიული ნიუანსი იქნება გასამარტი და დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. ამინან სალუქვაძე, ჩვენი მეგობარი ბრიგადის გენერალი მოვა უკრაინას ზესასაუბროთ, უკრაინა-რუსეთის ომზე და არა მარტო ამაზე სოფლიო ვითარებაზე ამ კუთხით. სასაუბროთ რეკლამის შემდეგ მეგობრებო. ამინან სალუქვაძე მოვბრძანდა ჩვენი მეგობარი, გენერალი, სამხედრო სპეციალისტი. ჩვენ ხშირად ვიწვევდით ხოლმე ბატონ ამინანს და ყოველთვის მისი პროგნოზები თხილად ჩვიდად წნარად გამოთქმული, არ უყვარს თქო ამ საქმეს ზედმეტი აჯიოტაჟი მართლდებოდა. დღეს ჩვენ უყურებთ პერიპეტიებს კურსკთან დაკავშირებით, თითქმის გაწმენდილია კურსკი, სუმის გუბერნიაში შედის ჯარი, რომ პუტინმა ბრძანა რომ იქ დერეფანი გააკეთეთო, უფერული ზონა შექმნითო, დონბასში უტევს რუსეთი, არ ვიცი რა მოხდება, ამბობენ რომ ზაპოროჟიეშიც უნდა დაიწყოს შეტევა, რომ ეს ორი ოლქი, ხერსონი და ზაპოროჟიე, რაც რუსეთის შემადგენლობაში შევიდა რუსეთისვე გადაწყვეტილებით, ის უნდა დაიბრუნოს და საუბარია 30 დღიან მორატორიუმზე ცეცხლის შეწყვეტის. და რუსეთმა თქვა ესეთი რამ, мы согласны, но есть нюансы. მოდით აი ამ მორატორიუმზე გითხარით ერთი-ორი სიტყვა, რა პირობებია იქ იძახის, რომ ალყა მაქვს დარტყმული უკრაინელებისთვის და გავხოცო თუ რა ვქნაო ეს უკრაინელებიო, ვინ გააკონტროლებსო და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩემზე უკეთესად იცი და მოგვიყევი ამის შესახებ. ორი სიტყვით კურსზე და ახლა რაღაც ახსენე დონბასის მიმართულება ორი სიტყვით ვიტყვი. დონბასში პოკროვსკის მიმართულებაზე ცოტათი შეფერხებულია რუსეთის წინსვლა და
როგორც უკრაინული deep state-ი ავიღოთ რუკა მისი მონაცემებით, იმიტომ რომ ფაქტობრივად რასაც იქ ასახავენ რუსებიც ამას ადასტურებენ. და იქ ადგილი ჰქონდა უკრაინის ჯარის მხრიდან კონტრშეტევებს და მცირედით დაახევინეს უკან პოკროვსკის მიმართულებაზე, იმიტომ რომ პოკროვსკი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია როგორც სამრეწველო ცენტრი. სამხრეთით რუსეთი, ანუ პოკროვსკის სამხრეთით რუსეთი აგრძელებს ნელ-ნელა წინსვლას. დანარჩენ მიმართულებაზე უფრო ჩრდილოეთით პოკროვსკიდან კუპიანსკამდე ფაქტობრივად რუსეთის წინსვლა ბოლო დღეებში არ აღინიშნება, მაგრამ მთელ ფრონტზე მიმდინარეობს შეტაკებები, საბრძოლო ბრძოლები, ძალიან დაძაბული და რაც შეეხება კურსკს. კურსის შეჭრა ჩემთვის თავიდანვე იყო ძალიან დიდი ავანტიურა და ეს ღიად მაქვს დაწერილი. კი. და შეჭრიდან დაახლოებით 5-6 დღეში სოციალურ ქსელში მაქვს პოსტი გამოქვეყნებული ძალიან ვრცელი ანალიზით, რა შეიძლება, რა მიზნები შეიძლება ქონოდა უკრაინას კურსკის მიმართულებაზე და იქ ასე ვწერ, რომ ცუდი იქნება თუ დიდი დანაკარგების შემდეგ მიზნების მიღწევის გარეშე მოუწევთ უკან გამოსვლა. რაც მოხდა? ხო, რაც მოხდა სადღაც ესე იგი 7 თვის თავზე დაახლოებით, დღეს უკრაინა გაკონტროლებს დაახლოებით 100 კვადრატულ კილომეტრს, როგორც რუსული მხარე აცხადებს, რამ 4 დასახლებული პუნქტია დარჩენილი, სუჯა აღებული აქვს რუსებს უკან, დანაკარგები ძალიან დიდია, ეხლა მე ციფრებს არ დავასახელებ, უკრაინელებს, ხო? ყველა ორივე მხარეს თავისთავად, მაგრამ ეხლა ჩვენ ცა უკრაინაზე ვსაუბრობთ, ეხლა რუსეთი დაკარგავს 100,000 მილიონს, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? აქეთ ვსაუბრობთ, ხო? რუსეთის დანაკარგები უნდა ადარდებდეს რუსეთს და უკრაინას უკრაინის. და როცა მიზნებს ვერ აღწევ და ძალიან დიდ დანაკარგებს განიცდი და შემდეგ გიწევს უკან აი ამ ფორმით გამოსვლა, თუ აქ ხლა კი თქვას ერთს კი რომ ორგანიზებული გამოსვლა უკანო ორგანიზებული გამოსვლა უკრაინულ რუკაზე, რომელიც მე ვახსენე, არ აღინიშნება, იქ არის დაჯგუფება ორად გაყოფილი და ჩრდილოეთი მხარე მეტი დაჯგუფება სადღაც ერთი კვირის წინ და უფრო ადრეც, უფრო დაახლოებით ერთი კვირის წინ შუაზე გაიყო მთლიანად და აღმოჩნდა კახლიჩეს, კალში. ხო, სულ მცირე ქვაბში. და შეიძლება ითქვას ალყაც, აი რუკიდან ასე ჩანს. და ტექნიკა ვერ გამოყო. ხო, რუსები ასე აცხადებენ და გამოსვლა ტექნიკის შეუძლებელიც არის, იმიტომ რომ სუჯასთან დამაკავშირებელი გზა, აი ბასოვკა და ესეთ დასახლებული პუნქტებია, ნოვენკა თუ რაღაც ეგრე ქვია, ახლა ზუსტად არ მახსოვს. ამ დასახლებული პუნქტისთვის ბრძოლები დაიწყო დაახლოებით 10 დღის 2 კვირის წინ და უკვე კონტროლზე იყო აღებული და მაშინ პოსტიც მაქვს გამოქვეყნებული, რომ სახიფათო ვითარება შეიქმნა კურსკის დაჯგუფებისთვის. აი მაშინ უნდა როგორც მინიმუმ მაშინ მაინც უნდა დაეწყოთ უკან გაყვანა, მაგრამ მე ცოტა დაუბრუნდები შარშანდელ პერიოდს, ანუ შეჭრიდან დაახლოებით 1 თვის თავზე უკრაინამ დაიკავა მაქსიმალური ფართობი ტერიტორიის. დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრი. ხო, შევეშვათ მაგას, ანუ გასაგებია, რომ ესე იგი რაღაც მიზნები იყო, არ აქვს მნიშვნელობა ეხლა რა მიზნები, ეს შორსა გაცვლა უნდა ტერიტორიის ბანალურად. იქ კიდე სხვა მიზნები იყო, ეხლა გაცვლაზე მერე დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ მანამდე ხო სხვა მსახელდებოდა და მეორე ფრონტი იყო, ეხლა არ შევალ მაგ დეტალებში უბრალოდ შორსა გვიყვანს და იმედი ქონდა, რომ იქიდან წამოიყვანდა ჯარს და მოასუსტებდა, კი ბატონო. დაუბრუნდეთ მერე იმას, მაგრამ აი თავარს გეტყვით. აი ეს ფართობი, აი რომ ნახოთ ის რუკა, ეს არის დაახლოებით სექტემბრის პირველი რიცხვი. 3, 4, 5 სექტემბერი, სადაც იყო მაქსიმალური ფართობი დაკავებული და
აი ამ რუკის დაჯგუფების ფორმა რო ნახოთ, უკვე ქვაბი იყო შექმნილი. ანუ თავისით შეიქმნეს ქვაბი. ესე იგი უკრაინამ ჩაიკეტნენ თვითონ. ვერ მოახერხა ფრონტის გაშლა და რო გაეშალა ფრონტი, მამას ჭირდება ძალიან დიდი ძალები, 3-ჯერ 4-ჯერ მეტი ვიდრე ხო. ანუ რო კლასიკურად რო შეუტიო. და როცა ეს ვერ მოახერხეს, ნუ კი დაიკავეს ის მაქსიმალური ფართობი, მაგრამ ამან მიიღო ქვაბის ფორმა. ეს ჩანს რუკას. რუსეთმა დაიწყო ძალების გადმოსროლა და ფაქტობრივად აი ქვაბის სირგვლივ განლაგება. და შემდეგ უკვე სექტემბრის მეორე ნახევრიდან იწყება ამ დაკავებული ფართობის ნელ-ნელა შემცირება. გამიგეთ, ეს ჩანს ამას მე ბევრჯერ გამოვაქვეყნე დინამიკა რუკი, სპეციალურად ინტერაქტიული რუკა გავაკეთე უკრაინული რუკის საფუძველზე და ეს რუკა ეს ფართობი მცირდებოდა და რაღაც ეტაპზე მისაღები იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მithქვამს ომი, საბრძოლო მოქმედებები, ნებისმიერი დიდი თუ მცირე ოპერაცია არის გათვლადი. და როცა ყველაფერი დინამიკა მიდის იქეთკენ, რომ აი ამ მდგომარეობამდე მივა, ხალხის დახოცვას ყოველთვის ჯობს, რომ გამოიყვანო ეს ჯარი დროულად, მოვაწყო იქ ნორმალური თავდაცვის ზღუდე საზღვარზე, რომ რუსეთი ვეღარ შემოიჭრას აქეთ და მე საერთოდ გამოვიყვანდი სექტემბრის დასაწყისში. და პოლიტიკურად ხორეთ არა შეყვანითაც არ შევიყვანდი, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღე და როცა უკვე ვეღარ მიდიხარ წინ აღარგავს რესურსი გამოიყვანა უნდა უკან პოლიტიკურად უზარმაზარ ზიანს მიაყენებდა პირადად პუტინს. ხტები, ანუ უკრაინა შემოიჭრა შენს ტერიტორიაზე, დაიკავა 1000 კვადრატ ხო დარბევას დავამბია გულისხმობა ესე პირდაპირ. ხო, დაიკავა და გავიდა უკან. აჩვენა ძალა. მე ამის მომხრე ვიყავ, მე დავწერე რომ ჯობს ესე გამოხვიდე და დიდ ზიანს მიაყენებ. ახლა ეს ნუ რა ვიცი. არესტოვიჩის მაგას იძახდა. ხო, ნუ არესტოვიჩი მერე იძახდა მაგას და თავიდან კარგად აჟიტირებული იყო და აი რამაგრები კაზაკების ლიხოინალი ხო, რაღაცა და ახლა არესტოვიჩი არ არის, ძალიან ჭკვიანია, ჩემზე შეიძლება 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი წიგნი აქვს აკითხული, მაგრამ სხვა ინტერესებს ემსახურება და უკრაინის ინტერესებს არ ემსახურება დიდი ხანია. ესაა მთავარი და აქ გმირად ყავთ. ხო, აი ეს იყო. მე პირადად ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, გავიყვანდი, როცა ვატყობ, რომ უკვე ვეღარ მივდივარ წინ, გაიყვანე უკან და თქვი, რომ აი ნახე რა გაგიკეთე და თუ საჭირო იქნება, სხვაგანაც დაგარტყამ და ესა. აი ეს არის. ნუ ახლა დაუბრუნდეთ, ესე იგი, არათუ მორატორიუმს, არამედ მოლაპარაკებებს ზოგადად, რაც საუდის არაბეთში გაიმართა. ჩვენ თუ გავაანალიზებთ რა ისაუბრა მოლაპარაკებების შემდეგ უიტკოფმა, რუბიომ, კელოგინ და სხვებმა. ამერე პუტინმა. ხო, ნუ არა პუტინამდე უყურე და იქ რა საუბარი შედგა. ესე იგი, როგორც ვატყობ და ტრამპის განცხადებებიდან აი ეს დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, რომ უკრაინასთან 9 საათიანი მოლაპარაკებების მანძილზე გაიარეს უკრაინისთვის ყველაზე ვარესი სიტუაციიდან ყველაზე უკეთესამდე, ანუ მაქსიმუმი რომ მიიღო უკრაინას, მაგრამ დაუშვათ რუსეთი ამაზე წავა, ამაზე არ წავა და ასე შემდეგ და ჩავიდნენ ყველაზე ვარეს სიტუაციამდე. მე ასე მივხვდი ეს იგრძნობა მათი საუბრიდან, იმიტომ რომ ყველაფერი განმიხილდა. ტრამპმა თქვა კიდეც რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, რომ იქეთ-აქეთ ვირბინოთო და ესე გაიარეს, ანუ რა შეიძლება დაკარგოს ან მიიღოს, როცა ამას ლაპარაკობს, ესე იგი ეს გავლილია ყველაფერი. და უკვე უიტკოფი პუტინთან ჩაფრინდა, უკვე მომზადებული. რა თქმა უნდა, დაიწყებდა უკრაინისთვის ყველაზე უკეთესი პირობების წარდგენას და ეხლა იქ არ ვიცი 9 საათიანი საუბარი რა თქმა უნდა არ იქნებოდა, მაგრამ ალბათ საათი 2 საათი თუ რაც იყო პუტინს ელაპარაკა ისაუბრეს და ეს ნალაპარაკი წაიღო. ნუ ეხლა იყო საუბრები რომ პუტინი არ დათანხმდება, ნუ უჭკო არ არის რაღაცაზე ხო, ანუ ის არ იტყოდა სიტყვას რომ არ ვარ თანახმა. მან თქვა რომ თანახმა ვარ, მაგრამ აი რაც შემეკითხე არის ნიუანსები, რაც დასვი კითხვაში. და ეს მოსალოდნელიც იყო ეხლა მე სოციალში დავწერე ზუსტად ის რასაც იტყოდა და იმიტომ კი არა რომ ეხლა მე ჭკვიანი ვარ და რაღაც. არის ელემენტარული თემები, როცა ორ დაპირისპირებულ მხარეს აშორიშორებ, კი არა აშორიშორებ, უბრალოდ ცეცხლს წვეთ მათ შორის. კი ბატონო. და ფრონტი არის უზარმაზარი 1000 კილომეტრი, 1500, 2000, 100 კილომეტრიც რომ იყოს. 3 წლის განმავლობაში მე 4 წელი წავიდა
ომობენ ერთმანეთში, არის უზარმაზარი მსხვერპლი და გამგელებული ჯარისკაცები ორივე მხრიდან. ეხლა ჩვენ წეგან ეხლა უკრაინაზე ვისაუბრეთ, მაგრამ არასდროს მთელი ამ 3 წლის მანძილზე აქ რამდენჯერ შევხვედრილ ვართ, ხო არ მithქვამს, რომ უკრაინელებს ჯარისკაცებს, ოფიცრებს რაიმე აკლია ბრძოლის ველზე, სიმამაცის მხრივ და ასე პირიქით. და მე გენერლებს შეიძლება ბევრი, მაგრამ ხო, გენერლებს და პოლიტიკოსებზე არა საუბარი. მე არასდროს პირიქით მიმსახურია უკრაინელებთან და ამას აჩვენებს ომი, რომელიც მე-4 წელია გრძელდება. აი მეორე მსოფლიო ომი 4 წელი გრძელდებოდა და დაახლოებით მალე გახდება 4 წელი, ხო? წარმოუდგენელი იყო არა მეორე მსოფლიო ამდენხანს როგორი ომი. აი აგერ გვაქვს 21 საუკუნეში 3 წლიანი ომი, მე-4 წელი შეიძლება მე-4 წელის დაასრულოს ამ ომმა თუ ესე გაგრძელდება მოლაპარაკებები და ამიტომ არასდროს არ დავაკნინე პირიქით. და აი გამგელებული ნაომარი ხალხი არის ერთმანეთთან უზარმაზარ ფრონტზე დაპირისპირებული და ეხლა ეს ფეხბურთი ხო არა რომ სადმა დაუსტვინოს და გაჩერდეს. ხო? არ გამოდის ეგ. არა, ნუ ეს ფიზიკურად ესეთი არ მომხდარა, არც ერთი კონფლიქტი არ გაჩერებულა სოფლიოში, აი ესე ერთი დასტვენეთ. აგერ ავიღოთ ღაზას მაგალითი, რამდენი ხანი იყო ამერიკას ჩაერია ხან ბაიდენი, მერე ტრამპი ჯერ კიდევ არჩეული იყო ის აკეთებდა განცხადება. და ახლაც არ არის ხან სად ბომბავენ და ხან სად, ხო? იმიტომ რომ ნებისმიერ რაღაც პროვოკაციაზე და ეს პროვოკაცია შეიძლება იყოს ერთი მხრიდან, შეიძლება მეორე მხრიდან. და მე ამიტომ დავწერე რომ ვინ დაადგენს აი თუ მოხდა მაგალითად ხო ჯერთი ვინ გააკონტროლებს ზოგადად და მე თუ მოხდა დარღვევა ვინ უნდა მოახდინოს ამის ანალიზი არა ჯერ დაფიქსირება ვინ გაისროლა ხო და მე ამის რეაგირება როგორ უნდა მოხდეს როგორ უნდა გააჩერო აი ეს არის ეს მოდი პუტინს და ზელენსკის თავი რო დავანებთ ეს არის ელემენტარული საკითხი და ძალიან რთულად დასარეგულირებელი და როგორც წესი ნებისმიერი კონფლიქტი ანუ ცეცხლი რომ შეწყდეს იქ უნდა ჩადგეს სამშვიდობო ჯარი ანუ უნდა დააშორიშორო ერთმანეთთან რომელი უნდა ჩადგეს ოღონდ მოდი ხო ეს უკვე ცალკე თემა ახლა მაგაში ჩინეს დაუძახებ ინდოეთს თუ რა ვიცი აფრიკიდან ჩამოიყვანო იმეს ანუ რუსეთი ამბობს რომ ნატოს ქვეყანას არ მივიღებს ესე იგი ვიღაც ნეიტრალური ქვეყნები ვინ არის მზად იმისთვის რომ გამოყოს და საქმე რა შეიძლება ფულს ვინ გადაიხდებს დაუშვათ გადაიხდიან ფულს დავანებოთ თავი აქ საუბარია უზარმაზარ ფრონტზე ანუ აქ ხო არ არის რაღაც 1000 კაცის გამოყოფაზე საუბარი ანუ უზარმაზარ ფრონტზე 1500 2000 კილომეტრი 1000 კილომეტრი ავიღოთ 1000 კილომეტრიან ფრონტზე უნდა იყვნენ დამკვირვებლები რომლებიც მუდმივად 24 საათ ტრანსპორტით და ასე შემდეგ სხვადასხვა სადამკვირვებლო საშუალებები დრონებით ეს ზოგი ახლა ვკითხულობდი რა უნდა დრონებს გაუშვებს და გააკონტროლებს იმ დრონს რა არის როგორია იმ დრონს ვიღაცა მართავს ვიღაცა ანალიზებს ეს ინფორმაცია სადღაც მიდის ცენტრში ანუ უზარმაზარი ჯგუფია ჯგუფი კი არა ჯარია საჭირო ხო რა ვიცი 1000 კაცი ეყოფა 1000 კილომეტრიან არა 30000 კაცი მინიმუმ ნუ ახლა 30 შეიძლება არ დაჭირდეს, მაგრამ რამდენიმე 1000-იანი სამშვიდობო თუ რაღაცა საშუალო რაც უნდა დაარქვან სახელი კონტინგენტია საჭირო იმისათვის რომ ეს გააკონტროლო. აი ეს არის სირთულეები და მაგის გარდა რა თქმა უნდა პუტინს და უიტკოფს შორის იქნებოდა ისე როგორც ზელენსკიმ გამოუშვა რომ მე ამაზე ვერ წავალ, ამაზე ვერ წავალ, ხო? დაკარგულ ტერიტორიებს არ ვაღიარებ და ასე შემდეგ უკან არ დავიხევ და სხვა. ასევე აქ პუტინს რაღაცა თავარი გაატანა ის რომ მე მზად ვარ ცეცხლის შესაწყვეტად, რითაც არ აძლევს ტრამპს იმის საშუალებას რომ მე არ ვთქვი მშვიდობაზე. ან ესმაკურად მოიქცა რამდენჯერმე ისეთნაირად გაახმოვანა ეს რომ საბაბი არ იყოს იქეთა მხრიდან. თუმცა დაველოდოთ თუნდა ჩვენი ინტერესი ყველას არის ის რომ ცეცხლის შეწყდეს, მშვიდობა დამყარდეს და ყოველთვის გულშემატკივრობდით უკრაინას იმ კუთხით რომ ომით და ესე ძალისმიერი გზებით ტერიტორიების წაღება და ანექსია არის მიუღებელი. ხო, როგორც ჩვენთან არის ოკუპირებულია ტერიტორიები და ერთმა ქნას რომ მაქსიმუმი მიიღოს უკრაინამ ამ სიტუაციიდან, მაგრამ რამდენად ეს შესაძლებელია და ვინ წავა აქეთკენ დაუშვათ ახლა პუტინმა რომ თქვას რომ მე ამადამ პირობებით ვწყვეტ ცეცხლს, ხო? და თუ ეს პირობები მისაღები იქნება ამერიკისთვის, შეიძლება უკრაინას მოუწიოს რაღაც დათმობებზე წასვლა.
აი ეს არის თემა და არის კიდევ რეალობა ბრძოლის ველზე. ეხლა რატომ შეიქმნა ეს რეალობა? ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია და ის ყადაღებული ახლა ჩემს სიტყვებს რასაც ვიმეორებ რომ გამოზოგილად ეხლა ამას ვლაპარაკობ როცა დაიწყო დახმარება პირველი პაკეტების ხო და ეს გამოზოგილი დახმარება ბოლოს გაირკვა თურმე რისთვის იყო რო რქონოდა წარმატება უეცარი დიდხანს რო გაგრძელებული ახლა ლაპარაკობდნენ რომ რუსეთმა ბირთვული რო არ გამოიყენოს გვეშინიაო და ახლა ბოლო განცხადება რაც გერმანიის დაზვერვის შეფმა გააკეთა ეს იყო აღიარება მას მხოლოდ მისი აზრი არ უთქვამს მან თქვა ბევრი და ფაქტობრივად პარტნიორების აზრი გამოხატა მთლიანად რომ ჩვენ სანამ მოვემზადებით უკრაინამ უნდა იომოს აი ეს წლები უნდა მოემზადონ და წლები საუბრობს რომ აი 28-30 წლამდე ჩვენ არ ვიქნებით ნატოს გენერალური მდივნის განცხადება ეხლა ტრამპთან რო იყო ჩასული პირდაპირ ამბობს რომ რუსეთი გვისწრებს სამხედრო წარმოებით მოცულობით იარაღის წარმოებით ტანკები იქნება ჭურვები თუ ასე შემდეგ და ახლა მაშინ კითხვას ვამ და უკრაინელების ხარჯზე უნდა მოხდეს ეს და უკრაინელი ხალხის ხარჯზე გინც სამოქალაქო აიღე და გინც სამხედრო და თუ თანახმაა ზელენსკი ზელენსკის თანხმობაზე კი არ არის აქ არის ყურე ჯერ მსხვერპლი რომელსაც იღებს ეს ქვეყანა და ეს ხალხი და მეორე რას იღებს ამ მსხვერპლის არაფერს განადგურებულ სამათხოვრო უნდა კონდეს ახლა უკრაინას აქ ტრამპი მოვა ბაიდენი წავა ამას კი არ აქვს მნიშვნელობა ამაზე თავიდანვე დაფიქრებული იყო მე ეს ხო ეს უკრაინამ უნდა გაანალიზოს როცა დამთავრდება ომი ომსაც გამოიძიებენ კი უნდა დაფიქრებული იყო ყველაფერს გამოიძიებენ მაგრამ ამ კითხვას უსვამ იგივე გერმანიის დაზვერვის შეებს და სხვაებს ვინც ასე ფიქრობს და ვინც იმ გადაწყვეტილებებს იღებდა იგივე ნატოზე ახლა დღეს ამოვიღე რამდენიმე მაღალჩინოსნის განცხადებები როცა ამბობდნენ ომი რო დაიწყო და შემდგომში ჩარშანაც ჰქონდათ ეს განცხადებები რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი დღეს ახლა საუბრობენ რომ ეს საკითხი რუტემ თქვა რომ არ განიხილება ტრამპმა გუშინ თქვა რომ 40 წელია ამის პასუხი ცნობილი არისო ჯეფრი საქსის განცხადება სალივანს პირდაპირ ბრალი რომ ასე ვთქვათ წაუყენა დაასდო რომ ასე მითხრაო და გავიდა 2 კვირა და სალივანის ხმა არ ისმის სადღაც ტვიტერში დაეწერა რომ მსგავსი საუბარი არ ყოფილაო ესე იგი ქვეყანას პირდები რომ შენ იომე მიაწექი ბოლომდე და ხო და სადღაც როგორც არ უნდა იყოს სახელმწიფოებრიობა შევნარჩუნებთ ნატოში გაწევრიანდებით და მე უკეთესი დრო რო დადგება დაიბრუნებ ტერიტორიებს ახლა ვერ გახდები და გარანტიებს ვერ აძლევენ პრაქტიკულად ახლა გარანტიებს რაც შეეხება მაგაზეც ხონდა შეიკრიბა ახლა უნდოდა ცოტა დიდი კოალიციის შეკრება გამოვიდა ჯამში 15 ქვეყანა რომელსაც მაკრონი უდგა სათავეში და ამბობენ რაღაცა გარანტიებს და კითხვას რომ აი მოდი პირობითად ავიღოთ სიტუაცია დამყარდა მშვიდობა კი ბატონო არ აქვს მნიშვნელობა რა პირობები დაუშვათ დაიბრუნა უკრაინამ ან მთლიანად ტერიტორიები ან ნაწილი დაიბრუნა იყიდა დასავლეთმა რუსეთ სანქციები მოუხსნა რაღაცები და რაღაცა დაათმობინა სიტყვაზე ნაწილი მაინც დამყარდა მშვიდობა გადის წლები ამ 15-მა თუ 20-მა ქვეყანამ აიღო გარანტია უსაფრთხოების უკრაინაზე და რუსეთმა დაიწყო ომი 5 წლის მერე ან 10 წლის მერე. გაშვებიან შედიან რუსეთთან ომში? თქმა უნდა თუ აიღეს გარანტიები. თუ აიღეს გარანტიები. ახლა დაეხმარა. ახლა არა აქვს ერთი ადგილი. და 15 წლის მერე ან 5 წლის მერე ვერ მომზადებიან. ვერ მომზადებიან რუსეთის დახარჯავს. ნუ აქვს ეს მაგას ვამბობ მე ხო ზღაპარი სიაბანდობაა ბოდიში ხა ხო და აი ეს არის და ამ სიაფანტობაზე ეწირება ასობით 1000 ადამიანი ზოგი იღუპება ზოგი სახი ჩრდება ზოგი ფსიქოლოგიურ ტრამვას იღებს ეკონომიკა ნადგურდება და ასე შემდეგ აი ეს არის რეალობა სამწუხაროდ მოდი აი ბოლო პროგნოზი რო ვთქვათ რა შეიძლება მოხდეს არც რუსეთს არ აწყობს ომის გაგრძელება, იმიტომ რომ მოდი პირდაპირ თქვათ, იქ პრობლემები შეიძლება შეიქმნას მაინც. იმიტომ რომ არ არის უკიდეგანო ეს მობილიზაციური რესურსი არც იქ. რა თქმა უნდა. ფულს ბევრს უხდის და უფრო მეტის გადახდა მოუწევს ეგრეთ წოდებული დაბრავალცებისთვის. ომი, სანქციები, გადაკეტილი გზები ტრამპთან
და ევროპასთან სავაჭროს გააფთრებული ომები პრობლემაა. ხოლოდ და უნდა რაღაცნაირად მოაყობაროს ეს ამბავი რა. ოღონდ ისე რომ თავისი უსაფრთხოებას გარანტირებული კონდეს და ადგილობრივი თავის ქვეყანაში ქორებიც არ გაანაწყენოს ძალიან, იმიტომ რომ ეს ბალანსი მაინც არის. მე მგონია რომ ავტოკრატია მაინც საჭიროა ეს ბალანსი ლოკოს. ხო. ნუ ჯერ ერთი მოლაპარაკებების პერსპექტივა რა თქმა უნდა არსებობს. ფაქტია რომ ტრამპს აქვს წინასაარჩევნო დაპირება გაცემული და შემდგომშიც გამეორებული რომ მას უნდა ამ ომის შეჩერება და მხოლოდ იმიტომ არა რომ ხალხი იღუპება თუმცა მუდმივად ამაზე აკეთებს აქცენტს მას რაღაც თავის გარკვეული გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის არ აწყობს ამ ომის გაგრძელება ეს არის თან შეიძლება იქ რაღაც უნდა მშვიდობის ასე ვთქვი მტრედად შემდეგ ნობელის პრემიაზე იყო მუდმივად საუბარი ხო ეგეთ კაცია ტრამპი შოუ მოსწონს ამთავრებს თავის ახლა პოლიტიკურ კარიერას და რაღაცები ჭირდება ანუ ყველაფერი ავიღოთ კომპლექსში მოკლედ ფაქტია რომ მას ამ ომის დასრულება უნდა ის რომ კაფიო და მკაცრ განცხადებებს აკეთებს სანქციებთან დაკავშირებით რუსეთთან მიმართებით ესეც ისმის და მოდი პირდაპირ თქვათ პუტინი ამ მუქარებს ყლაპავს არც ერთხელ მას არ უთქვამს მთელი ამ ხნის განმავლობაში იცი რა მოველა ნუ მე მუქრები კიმ ჩენ ინიც კი არიღებდა ამ იმას რა ქვია და რაკეტებს ისრო და როცა ემუქრებოდნენ და ჩასვლა მოუწია ტრამპი ჩავიდა საზღვარზე შეერთდნენ ხელი ჩამოართვა ყლაპავს ამას ახლა ბევრს გონია პუტინი რაღაცა ისა ხო ჭკვიანურად წარმართა ახლა ეს ომი ჭკვიანურად წარმართა და მიყავს თავისი მიზნებისკენ ფაქტია ახლა ისიც უნდა აღიარო ესეც უნდა აღიარო ამ მუქარებს ყლაპავს ნუ ღიმილით ირონიულად რაღაცი გეგმა აქვს ხო რა თქმა უნდა ახლა რო გამოვიდეს და კოჩუგორებს აი კარგი ხო რო გამოვიდეს და ახლა დაიწყოს ბაქიბუქობა თუ კი რამე სანქციები იყო დარჩენილი კიდე დაადებს და ახლა არ არის მარტივი ახლა რო ამ კი ეკონომიკა ეზრდება ვერ დაანგრიეს იმ სანქციებით 1000-ობით 20000 თუ 16000 სანქცია დადებული მაგრამ არის იქ შემოვლითი გზები და მოახერხებს იმას რომ ჩაუკეტოს ის ყველაფერი ხო მოახერხებს ამას მოდის ვაღია ეს ერთი მხარე რაც შეიძლება რომ დამართოს ტრამპმა რუსეთს მეორე რაც შენ თქვი რესურსები მე ვერ წარმომიდგენია სახელმწიფო რომელიც ასეთი მასშტაბის ომს აწარმოებს და მას ეკონომიკურად არ გაუჭირდეს და რესურსები არ ამოეწუროს წარმოუდგენელია ეს და რუსეთსაც გენოფონდი ეკარგება ხო უბრალოდ აქ პროპორციაზეა საუბარი რომ 3-ჯერ 4-ჯერ მეტია უკრაინაზე იყო 3-ჯერ მეტი და დღევანდელი პროპორციით ალბათ 4-ჯერ მეტია ხო სუსტი ციფრები არავინ იცის ახლა უკრაინაში რამდენი სუქანი გახდაო გავხდა რომ მოკდაო და ახლა ესეთი ხო მაგრამ უყურეთ რა მოუვა რუსეთის ეკონომიკას ახლა 3 წლის მერე და 5 წლის მერე ეს არ არის უკრაინის მიზნები ეს არის დასავლეთის მიზნები ამერიკის ევროკავშირის ხო და გრიოს რუსეთის ეკონომიკა მაგრამ მანამდე რა მოხდება დაუშვა თუ გაგრძელდა ომი შეძლებს თუ არა რუსეთი იომოს 1 წელი შეძლებს 3 200 და 300-ს აი ამ დოზით თუ ეხმარებიან უკრაინას, რომელსაც არ ყოფნის ავიაცია. კი ბატონო. რომელსაც არ ყოფნის ჭურვები, რომელსაც ეწურება ადამიანური რესურსი. უყურეთ ჩვენ როდის ვილაპარაკეთ მობილიზაციაზე, როცა მოუწიათ 27 წლიდან 25-მდე ჩამოწევა, რატომ ჩამოწიეს? ესე იგი გასაწევი რესურსი და შენ იქვე დაიწყეს საუბარი რომ 18 წლამდე 18-მდე თუ არა 20-მდე მაინც ჩამოწიეთ. მე დათვლადი ეს ციფრები გამოქვეყნებული მაქვს მე უკრაინულ წყაროებზე, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით 1 წელი რო დაწიონ სიტყვაზე, რამდენი ადამიანი ემატება უკრაინის ჯარს, ხო, რამდენი 1000 და იქ არ არის რაღაცა მილიონებზე საუბარია მცირე რაოდენობაზე, რომელიც 1 წლის, 2 წლის განმავლობაში ბუდში უხეშობისთვის, მაგრამ გაიხარჯება ისე როგორც თქვია წამად. ამიტომ თუ ისევ ასე უნდა იომონ აი ამ გამოზოგილი დახმარებით არ გამოვიდა ხო როცა 2022 წლის გაზაფხულიდან აი როცა დახმარება დაიწყეს უკრაინის იქედან მოყოლებული დღემდე ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს რომ შეერაღების და ტექნიკის და ჭურვების მხრივ შეექმნათ უპირატესობა უკრაინისთვის მთელი ნატო ეხმარებოდა ხო
იქ მიზეზებს იცი აი ხო თან უყურე მე როგორ ნუ კორეა დავანებოთ ახლა ვინ ეხმარება რუსეთს რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ხო არის აქეთ ამ ხარეს მეტი რესურსი კი ბატონო კორეა ეხმარება ირანი ეხმარება კიდევ არ აქვს ამას მნიშვნელობა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ უკრაინა რა სიტუაციაში ხტები ანუ თუ უკრაინას შენ ვერ მიცემ მეტ ტანკს მეტ ჭურს მეტ სხვა საშუალებებს ახლა ატაკამსები ეგრეთ ყადაღებული როგორც ჩანს არ ვიცი რუსებმა გამოაცხადეს დღეს უკვე აღარ მიეწოდება და მიეწოდება სხვა ტიპის რაკეტები რომლის შორი არის ნაკლები სადღაც 150 კილომეტრამდე გააჩნია მოდიფიკაცია 130 150 ეთყობა მარაგებზე პრობლემა ანუ თუ ასე გაგრძელდა კი ბატონო რუსეთის ეკონომიკას და რესურსებს დააზიანებს მაგრამ პარალელურად ხომ უკრაინაც ზარალდება რა თქმა უნდა აი მაშინ და მე ამიტომ ვამბობდი რომ ეს დახმარება იყო საჭირო უფრო მეტი მასშტაბით მაშინ როცა უკრაინას მეტი ადამიანური რესურსი გააჩნდა ანუ ომის საწყის პერიოდში თუნდაც აი ეგრეთ წოდებულ კონჩეტევაზე როცა იყო საუბარი მე ეგრეთ წოდებულს იმიტომ ვუწოდებ რომ ეს იყო 23-ში იმიტომ რომ ეს იყო კლასიკური შეტევითი ოპერაცია ანუ თვეების მანძილზე მზადდებოდა ახლა რატომ მოიგონეს ეს კონტრშეტევა არ ვიცი მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა კონჩეტევა დავარქვით გვაქვს ეგ ჩვენ ნალაპარაკი და ამ სტუდიაში და ამ შეტევის დაწყებამდეც მაქვს დაწერილი რომ მოუმზადებელია და მოუმზადებელი დაწყება არ შეიძლება არის უკუ შედეგის მომცემი და ნახეთ რომ სადღაც რაბოტინოსან ოდნავ გაარღვიეს რუხის ზონა და დამთავრდა მთელი ეს კონჩეტევა დაიხარჯა უზარმაზარი ადამიანური რესურსი ტექნიკა ბოდიშაი სამხედრო იმეთ ლაპარაკობ ანუ დაიხოცა უამრავი ადამიანი და დაიჭრა შეეწირა ამ ყველაფერს სუსტი უზრუნველყოფის გამო რომ ამ ოპერაციას ჭირდებოდა გაცეჯობდა ის დაწყებული იყო შემოდგომით მაგრამ რუსეთის მხარეს თუ იყო პირობითად თუ ამბობ 500 ტანკი იქედან უნდა ყოფილიყო 1500 აქ თუ იყო ფრონტზე სიტყვაზე 2000 ქვემეხი იქედან უნდა ყოფილიყო 5000 და 6000 იმიტომ რომ მაშინ უკრაინას ჰქონდა უკეთ ან ახალდაწყებული იყო ომი სადღაც 1 წელი გრძელდებოდა ნაკლები 1 წელზე ნაკლები ხო და 1 წელი იყო ანუ თებერვალში დაიწყო წელიწადზე ოდნავ მეტი მაგრამ გააჩნდა ძალიან დიდი ადამიანური რესურსი მომზადებული გახსოვს რა მასშტაბებით მზადდებოდა დასავლეთის ქვეყნებში უკრაინის ქვედანაყოფები ხო ნაკადი იყო მთლიანად და კონვეიერული წესით ამზადებდნენ აი მაშინ ჭირდებოდა და მაშინ უნდა და ეხლა ასე თუ გააგრძელებენ თვეების და რა ვიცი წლის და მეორე წლის განმავლობაში ნუ უკრაინის გენოფონდი დავა ნულზე იქ მესმის ვიღაცაების ეხლა უკრაინელი ექსპერტი იყო თუ არ ვთქვი YouTube არხზე უსმინე რომ ლამის სკოლის მოსწავლეები უნდა გავიწვიოთ ომი არისო და ნუ კი ბატონო მაგრამ ნუ ეგრე არ არის გაწევას რა აზრი აქვს თუ არ მოამზადე სათანადოდ და თუ არ აღჭურვა სათანადოდ ხორცი არ უნდა იყოს რა უნდა აღჭურვა და უნდა მოამზადო შესაბამისად აი პროგნოზზე რო გადავიდეთ რა შეიძლება რომ მოხდეს ალბათ მე ჩემსაც გეტყვი და შენ არ დამიდასტური ანუ არ ვყავი მოხდება მაინც რაღაცნაირი პირობების უფრო გათვალისწინება და რაღაცნაირად უკრაინას სამწუხაროდ რაღაც ტერიტორიებს ჩამოაჭრიან რა და გააჩერებენ ხო ჩამოჭრა არ მოხდება ამ ტერიტორიების აღიარება დასავლეთის მხრიდან ხო ანუ კორეის ვარიანტის ამბავი რა ხო ცეცხლი უნდა შეწყდეს მოკლედ მე ეს რატო ახლა გადავედი და კიდევ ერთხელ რატომ გავუსვი ამას ხაზი იმიტომ გავუსვი ხაზი რომ ამ პირობებში ომის ხანგრძლივად გაგრძელება არის ძალიან დამაზიანებელი უკრაინელი ერისთვის ერზე ვლაპარაკობ ხო ყველანაირად ამ ახლა დაღუპულებს ვერავინ აღარ გააცოცხლებს მაგრამ კიდე დაემატება ხო ერმა რომ მოიშუშოს ეს ჭრილობები მთელი თაობაა ამის ახლა ამისთვის საჭირო და ერთი თაობა არ ეყოფა ამიტომ ცეცხლი უნდა შეწყდეს ყველა ვარიანტში და დასავლეთმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს რომ უკრაინამ მიიღოს მაქსიმუმი თუმცა ამის გაკეთება საჭირო იყო ომის დაწყებამდე მე ამას ამ პოზიციაზე ამ პოზიციაზე ტრამპს დავესესხები არ უნდა ამ პოზიციაზე ვიქნები მუდმივად იმიტომ რომ ახლა აქ წამოსვლამდე გადავხედე ჩემს ეთერებს რომელიც ჰქონდა სხვადასხვა არხებზე აი მარტში თებერვალში
და მაშინ ამოდრეს ომი უნდა შეწყდეს და მაშინ მაქვს ნათქვამი რომ როდიში რა წარსულში ლაპარაკობ რომ ნათქვამი მაქვს ცუდი ტონია მაგრამ ახლა თუ მე აქ აი პატარა იმიდან როგორც მე უყურებ ხედავდი რომ ეს ასე იყო საჭირო ახლა ისინი ხო ხედავდნენ ამას და ჩემზე 1000 ჯერ უკეთესად რომ დასავლეთმა ყველა ზომები უნდა მიიღოს, ყველა ზომა უნდა მიიღოს იმისათვის რომ ომი არ დაიწყოს მეთქი. და შემდეგ ვამბობდი რომ უნდა მიიღონ მაშინ, ეხლა კი არა ტრამპი ამბობს. რატომ? იმიტომ რომ როცა იცი აქედან რესურსები და იცი იქედან რესურსები, საბოლოო ჯამში მაინც აქამდე მივიდა ის რომ ეს იქნებოდა სიგიჟე ესე სიტყვებს ლაპარაკობდა, იმიტომ რომ წარმოიდგენ იქ რა ხდება? ბრძოლის ველზე რა მასშტაბებზეა საუბარი 10000 ჭურვი საშუალოდ დღეღამეში რომ იქეთ-აქეთ მიდის და ხან მეტი ხან იყო რომ 10000 ერთი მხარე ისრო და 10000 მეორე მხარე წარმოიდგინეთ მარტო ჭურვებზეა ლაპარაკი რაკეტებზე და ასე შემდეგ რაკეტები ტყვიაწამალი ტყვიამრქვევები და 1000 სხვა უბედურება ავიაციო ბომბები კიდე ცალკე თემაა ამიგეთ და ამაზეა საუბარი და ახლა ეს გათვლადი იყო ეს უნდა გაეთვალა და ეს არ უნდა დაეშვათ. ბატონო ამირა სალუქვაძე იყო ჩვენ გაცეს სტუმარი ჩვენ ბატო შაქარიშვილი, ლევან ნიკოლაიშვილი და გელა ნიკოლაიშვილი გვეყოლება მცირე პაუზის შემდეგ პაუზა მალე დამთავრდება. სალამი ჩვენი მეგობრები მოგზადნენ ვატო ლევანი გელა მოგესალმებით მეგობრებო საგამოშვიდობის ჩვენ დიდი მოვლენების წინაშე ვდგავართ ისე როგორც არასდროს საქართველოს ისტორიის ბედს განსაზღვრავს სოფლიო ამბები ოღონდ იმ შემთხვევაში როდესაც ჩვენი ხელისუფლება იქცევა ჭკუით პატრიოტულად საქმის მწოდნით და რაღაც შედეგებს უკვე ვახსენებთ ნუ დავიწყოთ იმით რომ აი სიგიჟე რომელსაც ერქვა ლიბერალური ეგრეთ წოდებული რევოლუცია კრახით დასრულდა საქართველოში აღარ მოხდება ეს იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ეგრეთ წოდებულ ქუჩის პროტესტს ჩვენ ვხედავთ პანაშვიდებს ამ აი რამ გამოიწვია დღევანდელი პანაშვიდი ამერიკის ელჩი მივიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაწერა საელჩომ განცხადება ის ქარდები კი არ დაწერა ყველაფერი გასაგებია ადრე რო წერდა არ დაწერა შეხვდა საქართველოს საგამოს აწნა მთელი ლიბერდებილობა რომ ეს როგორ არის არ არის ანუ გასდა მაგ რაღაცა ჩაკმიჩეს და ვერ ღეჭავენ უბრალოდ იმდენი მოინდომეს რომ ვერ ღეჭავენ აი ამ მიმდინარე მოვლენებზე თითო კომენტარი დავიწყოთ აქედან თუ შეიძლება ბატონო შენ ჯერიმე გითხარი ერთი სიტყვა სამძიმრით უნდა დავიწყოთ კი ბატონო სამძიმრე ლიბერდებილობა ამბავი ხდება იმ საელჩოს განცხადების ქვემოთ რომ დედაშვილს არ აიღო. დიდი ფრუსტრაცია არის. ესე deep state-ი დარჩა ლაშა ბუღაძის და ის რო ყავთ ოზურგეთელი ქალბატონი როა გურულს რო თამაშობს უნიჭო. მე მგონი ლანჩხუთელია. თუ ლანჩხუთელია აი და ნანუკა ჟორჟოლიანი იმედად. ჩოხატაურელი ხო არ არის და იმედად არის deep state-ი. ხო და. ნუ როგორც ჩანს საღი აზრის რევოლუციის სიო ჩვენ საელჩომდეც მოვიდა, როგორც ვიცით, ქალბატონი დანიგანი იმყოფებოდა ვაშინგტონში. მან ახალი ადმინისტრაციის მხრიდან მიიღო შესაბამისი მითითებები და ეს შეხვედრა არის დასაწყისი საუბრის. ზოგადად ძალიან მე პირადად ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებ იმ პროცესებს, რაც ვითარდება ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს კონტექსტშიც და გლობალური კონტექსტითაც ერთი მიზეზის გამოც რომ ეხა ეს ბრძოლა რომელიც მან ესე გამოაცხადა იმას უნდა ჩვენ ვიგრძნოთ იმის კონკრეტული შედეგები და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიტორიკა. ეხა ამ ეტაპზე ჩვენ ეჭვის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს შედეგები იქნება ეს უკრაინის ომთან დაკავშირებით, იქნება ეს საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით თუ სხვა საკითხებით გეოპოლიტიკას გულისხმობ, იმიტომ რომ ღირებულებით ნაწილში უკვე კონკრეტული შედეგებით გამოიხატა, ხო? ეხლა ზოგადად სადამდე მიგვიყვანა ეს deep state-ის და ამ გლობალისტური ძალების 30 წლიანმა დიქტატურამ
რომ გვიხარია რომ ამერიკის პრეზიდენტი და გამოდის და ამბობს რომ არსებობს ორი სქესი, მამაკაცი და ქალი, ხო? და რაღაცა ლოცულობენ ოვალურ კაბინეტში ლოცულობენ. ჭეშმარიტება შემოვიდა პოლიტიკაში რიტორიკის დონეზე მაინც ყოველ შემთხვევაში კონკრეტული აქტების თვალსაზრისით ამიტომ რომ ღირებულებით ნაწილში ძალიან სერიოზული შეიძლება ითქვას აბსოლუტური თანხმიერება. მეორე ნაწილი ახლა პოლიტიკა და გეოპოლიტიკა, ხო? ამიტომ აქ გვაქვს რა თქმა უნდა ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებთ, იმიტომ რომ ეს deep state რომელსაც აშენებდნენ მთელი აწლეულების განმავლობაში, იმის დემონტაჟი ერთი ხელის მოსმით ვფიქრობ რომ რთული ამოცანა, თან ამ deep state-მა იპოვა ესე ვთქვათ ახალი head office-ები გაიხსნა, ხო, ვაშინგტონში რომ დაიხურა, ეხა ბრიუსელი, ლონდონია და მით უმეტეს იქ აბსოლუტურად აკონტროლებენ ევროკავშირის ბიუროკრატიას, რომელიც არის აბსოლუტურად დეგრადირებული, გარყვნილი კორუფციაში და ეხლა დარჩა უპატრონოთ და ამ იმპოტენციის, პოლიტიკური იმპოტენციის პირობებში ხედავთ რაც პოლიტიკურ ბაქიბუქს, ხო, თითქოს ისინი გადაიბარებენ, გაიღვიძეს მთავარი კომპონენტი, მთავარი კონტრიბუტორი მათი უსაფრთხოების და დირექტივების მიმცემი ვაშინგტონი გამოეცალა და ტრამპი ეუბნება რომ პირდაპირ თქვენ უნდა იზრუნოთ თქვენივე უსაფრთხოებაზე და ხედავთ რომ ამის მცდელობაა, მაგრამ როგორ უნდა მოახდინონ ახლა წარმოება, როდესაც ახლა მაკრონი არის, ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი ხელისუფლებებში, არ აქვთ ის მთავარი წყარო, რაც იყო იაფი ენერგია, რომელიც მათ რუსეთიდან მიეწოდებოდა და ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ ხელოვნურად გადაუჭრა, არ ყავთ ლიდერები, ჭამს ეს უკონტროლო მიგრაცია, აქვთ ეკონომიკური კრიზისი, ომის ჭამს უკრაინის, მაშინ რა ქვია, ხო, რა თქმა უნდა, ომი მათ სიახლოვეს და იმის LGBT გენერალიტეტი ახლა, ხო, და მწვანე ენერგიაზე მომუშავე ტანკები თუ რამე შერჩათ ახლა, ამიტომ ეს ძალიან კომიკურად გამოიყურება და საერთო ჯამში ეს ყველაფერი გვაძლევს ხილი ოპტიმიზმის საფუძველს. ხო. გელა. რაც შეეხება დღევანდელ აი ამ დანიგანის მისვლას საგარეო საქმეთა სამინისტროში და იქ შექმნილ აჟიოტაჟს, რა თქმა უნდა, ამას ისე გამოეხმაურნენ ეს ჩვენი ფსევდოლიბერალები, როგორც მოსალოდნელი იყო კერძოდ იმათ რა განაცხადეს და თვითონ ჟესტი, ამაზე კი არ არის ყურადღება გამახვა. აი ნახეთ როგორ იდგა, ნახეთ დრეს კოდი როგორ ჩაიცვა და აი ეს უპატივცემულობა ერთი არ გაუღიმია, ერთი არ შეუხედია. აი როცა ლაპარაკი არის ხოლმე რომ აი პროპაგანდისტული ტელევიზიები და პროპაგანდა აი დღეს გამოაქვეყნა ილონ მასკმა ეს რაღაც იმის ევროკავშირის და აი ზუსტად ახლა ჩვენ ბოლო მე რაც სკოლა დავამთავრე იმის მერე კიდე 15 წელი იარსება საბჭოთა კავშირმა, ამიტომ კარგად ვიცით. და ჩვენ ბევრ რაღაცაში მონაწილეობდით იქ. აი ზუსტად პროპაგანდისტული ის რა იყო, როგორი პროპაგანდაც იყო, რომ შავზე თეთრის თქმა, აი გუშინ უსმენდი ერთ-ერთ გადაცემაში, მე მგონი მერაბ მეტრაულთან, იმას ამტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი რაიმე მარცხი კი არ არის იმაში სუჯაში რომ მოხდა. არა, ეს გათვლილი იყო იმან თავის როლი. კი, ეს სტრატეგია. რამე იყო, რამე გაცვალა რამეში? ხო, არა, მაგაშია საქმე. ესე ატყუებენ ადამიანებს, რომ იცი რა, აი როცა ლაპარაკი არის რომ ტვინის გამორეცხვა, აი ზუსტად ეს არის ტვინის გამორეცხვა და ამით იმუშაობენ და არ ვიცი ახლა რამდენი ხალხი შეიძლება ყოველთვის ხანდახან მთელი ხალხი მოატყუო და ყოველთვის ხალხის ნაწილი, მაგრამ მთელი ხალხის ყოველთვის მოტყუება რომ შეუძლებელია, ეს ოდითგანვე ნათქვამია და იმიტომ არის რომ თანდათანობით ეს ადამიანები მე მაინც იმედი მაქვს რომ აი თუნდაც ის ყოველდღიური ეგრეთ წოდებული უწყვეტი როგორც ეძახიან უწყვეტი პროტესტი, ხო? როდესაც უნდათ რომ მათი მიზანი არის რომ უმცირესობამ როგორ მართოს უმრავლესობა და სოროსი, ტორტონი იქნება თუ აკერმანები და ვიღაცები, აი ეს შექმნეს. კლასიკა, მეგობრებო, აი ტრამპის განცხადებაა და ინგლისურად წავიკითხავ ჩემი ჩიქორთული ინგლისურით, მაგრამ აი შენ მოგეწონება სამხედრო ვაცდავკე.
We had a very good and productive discussions with President Vladimir Putin of Russia yesterday. Gushin ძალიან ბევრი კარგად ვიბაზრეთ ჩვენო ამის წარმომადგენელი. მე გაასწოროს რომ იქ მე არ დამერეკიაო წარმომადგენელი. And there is very good chance to this horrible bloody war can finally come and to end. ძალიან დიდი შანსია რომ საზარელი სისხლიანი ომი დასრულდეს. But და დიდი ასე გავუშვით თუ შეიძლება. ახეთ გავუშვით. დიდი ასოებით. კარგი, ჩაუხშეთ საინფორმაციო. But at this very moment and ზუსტად ამ მომენტში thousands of Ukrainian troops, ანუ უკრაინის ათასობით ჯარისკაცი are completely surrounded by Russian military, ანუ ალყაში ყავს რუს ჯარისკაცებს, რუს სამხედროს. And in the very bad and the ცუდ პოზიციაშიო რა. I have strongly requested the President Putin that their lives be spared. ანუ მათი სიცოცხლეები უნდა გადარჩესო. This would be a horrible massacre. ანუ ეს იქნება ყველაზე დიდი სისხლის რა არა, ბოინა. One not seen ისეთი რომელიც არ უნახია მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. God bless them all. ანუ იმ ჯარისკაცებს. ბიჭო, მაგაზე ტრამპს არ ვერში, მაგრამ ვინ წააქეზა? პუტინმა უპასუხა მაგას. რაო? უკვე კი ბატონო მე მივიღე იმაში ტრამპის ისო გასაგებია და ხო უბძანონო მათო უმაღლესმა ხელისუფლებამ რომ ჩააბარონ იარაღი და გარანტიას ვაძლევთო რომ არა ეს ხო ცხადია რა მიმართვა რა საჭირო ეს მიმართვა პუტინმა რაკნას გაუშვას პარადით ხო არ გაუშვას იარაღით და იმეებით რა ქვია დროში ხო და უკრაინამ გამოაცხადა რომ ეგ ტყუილიაო არ არიანო ალყაში რომ აბარანაირად ახლა ხო ნუ აი ესეთი ხო გააკეთეს კომენტარი სამხედრო ხა მე მაგაზე რამდენიმე რაღაცა გამახსენდა რომ ნუ ჯერ ერთი არაერთხელ ვისაუბრე მის თაობაზე რომ არა ვარ ჩვენ რაღაც რუსეთის მომხრეები, არც არის მომხრეები, საქართველოს მომხრეები ვარ პირველ რიგში, ხო, მაგრამ ხომ და გაითვალისწინო ვის ომები და როგორ ომები, რა მენტალიტეტის ხალხია, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, თუ რამე იციან, ომი ნამდვილად იციან. უკრაინელებს და რუსებს. და თან რუსებმა განსაკუთრებით არ ეზარებათ არც ომი, არც ომში სიკვდილი და მანდამაინც დიდად არ მომზადება. ხო. და ეხლა მე გამახსენდა ორი ესეთი მომენტი, რომ ერთი ცოტა ადრეული არის მეორე მსოფლიო ომის კადრები არის და რაღაცა ყინვა არის. ყინვაში მიმდინარეობს თოვლის პერიოდი არის, საბრძოლო მოქმედებები და ბინოკლით დურბინით იყურება გერმანელი ოფიცერი, რომელსაც თავზე ქუდი ახურავს სამხედროს ზევიდან კიდე რაღაც შალელი წამოხული შეფუთული იყინება რა, მოკლედ ბევრი არ გავაგზავნო და ასე ვთქვათ, დურბინში იყიდება და ხედავს გამოდის რუსი სამხედრო. სანგრიდან ამოდის, წელზევით შიშველი არის, შეხდება თოვში, დაიზრა, იწვის გახარებული და იჭერს ისევ ავტომატს და გერმანელის სახე უნდა ნახო და გადააფურთხებს და მოდი ხა ამასთან როგორი საუბარი ეს ერთი ეხლა სუჯასთან დაკავშირებით გამახსენდა მეორე მომენტი ოპერაცია რომელიც ჩაატარეს ხა რუსებმა რომ გაზის მილით რო გავიდა ხა ელემენტარულად ვისაც უნდა ეწყინოს ნაკლებად ღელა მე მაგ თავობაზე იმ მილში ხონდა შეძრეს ადამიანი რამდენი ხანი უნდა იყოს მე როგორი კომფორტი არის ხონდა წარმოვიდგინოთ პლუს ამას ემატება კლაუსტროფიის ამბავი ისეს და მე უნდა გამოვიდეს ამ მილიდან და კიდე იომოს ეხლა წარმოვიდგინეთ ამ იმაში ესტონელი ჯარისკაცი ან ვიღაცა ჰოლანდიელი რაღაცა ო მაი გოდ იქ ვერ შევალ პარკეტი არ არის დაგებული ესი არის ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ ხო თავის დროზე და ვისთან და როგორ აღარ საქმე მაგრამ ყველაზე მთავარი ხარ აზრით ჩვენ ლაპარაკობთ ხო ტრამპი რატო აკეთებს ამ განცხადებას რომ ხას უსვავს თავის ისე ჰუმანურ მოსაზრებას და რაც შეეხება იმას რომ უკრაინელები რატო მოიქცა აქ ამ დღეში თავარი ამოცანა არ გაიყვანეს და იმით კურსში საერთოდ რატო შევიდნენ მიზანი რა იყო რომ რუსეთის უნდა წაერწყა ცხვირში და რუსეთზე ცხვირის წარტყმა არ გამოდის ესე ადვილად იმიტომ რომ აუცილებლად პასუხობს ცოტა უფრო დიდ პოლიტიკაზე რომ გავიდეთ ხო ეხლა რასაც ეს ეგრეთ წოდებული ევრობიუროკრატები რომ ბრძოლობენ ევროპული რაღაცა ჯარების შექმნაზე და 800 მილიარდი და 100 მილიარდი რომ ვალად დავიდოთო და იქნებ ჯარი შექმნათო და პატივცემული მაკრონი რო იძახის რომ ბირთვული შეკავების რაღაც კონცეფციებზე ფიქრობს ხო ეს არის ის რაც რუსეთი ელოდება ეგეთ რაღაცებს სიხარბით ეგეთ პროვოკაცია თუ იქნება ეგეთ ის თუ იქნება შენი ჭირიმე შეგენაცვალე რა პრობლემა აქვს რუსეთს 7 თვე არ მიაქციოს ყურადღება და მე და მოდი ეს თქვა ჩავა რა იმ ხელა არის უყურე ამ ომის დროს რუსეთის ხო დაზარალდა გინდა თავის ხალხი დაეღუპა იქ რაღაცები ეკონომიკური თემებია კი ბატონო
მაგრამ ხო დავწუნით რომ შეუულია მას ეს ომი და კიდე დაზარალდება თუ საჭიროება იქნება. კიდე იომებს რამოდენი წელიც გინდა და მთავარი ხა ტერიტორიის ფაქტორიდან დაწყებული მენტალიტეტზე ვისაუბრე ხო სხვა ბევრი რაღაცეებია და კიდე ერთხელ კი არ მივახდი მე ხა ესტონელებს და იმებს მაგრამ ყველაზე მათხოვრები ვინც არის ჩვენ პირველი ჩვენი მტრები არიან ამას ბალტიის ქვეყნები აბარა მეორე ყველაზე მათხოვრები არიან ნატოში ყველაზე მათხოვრები ჩვენ რომ მისიებით მიდიოდით იმაში რა ქვია ავღანეთი იყო თუ ერაყი და ათასობით ადამიანი და რამდენი დასახიჩრებული აფეთქებული დაგვეღუპა იმათ გაგზავნილი კი არ ჯარი არ აყავთ მაგხელა ყველაფერს თავი დავანებოთ ხო არიან აი ესეთი ადამიანები რომლებიც თავარი ამოცანა რა იყო რა სიმძიმის ცენტრის აქეთ გადმოტანა რაღაცაფერი აი ხა დღეს რაც მოხდა რა ისე იმას რომ დაუბრუნდეთ ხო დენიგანმის მოქმედებით საგარეო საქმეთა მინისტრთან მისვლით ერთი ორმა ისიც კი იკითხა რომ ეს ხო არ მივიდაო პირიქითო იმასთან ელჩთანო ხო ესე ბოჭორიში წერია ეგ საგარეო საქმეთა წერია რომელიც სურათი არის გამოკრული გასული ხელა ასვები წერია შტერი უნდა ხო და უყურე რა ხდება ეს ხო არ არის ისე რომ და დენიგანის საერთო განცხადებაში რა წერია რომ ესე იგი გაუზიარა ტრამპისა და მის მოლაპარაკების ისინი გაუზიარა რაღაცები ისუსაც ჩვენ მადლობა საერთოდ ყოველთვის უნდა გაგვიზიარონ ხო დაახლოებით ეგეთი არ გვიზიარებდნენ და ისე გვებრძოდნენ ხო და გაუზიარა ეს ყველაფერი ანუ აღიარება მოხდა რეალურად იცნობთ ეს არის ლეგიტიმური ხელისუფლება რასაც ჩვენ გვეუბნებათ რომ არა ეხლა რა მაინტერესებს იცი აი ეს რო არის არამეგობრულ იმებს რო აკეთებს აქტებს და ვიღაცებს ბებერი კონგრესმენი უილიამსი რო არის ხო რა იცის ამანეგა და კიდე ისინი რო არიან ევროპარლამენტარები რო რიგარეში არჩევნები და რაღაცები ეხლა ხო დაზუსტა რასაც ჩვენ პაპატიეთ ხა ცოტა უხეში სიტყვა შეიძლება გამომივიდეს ეთეს გარეთ რომ ლაპარაკობდით ჩვენ რომ დაახვიონ ეს გრაგნილებად არა ეთეს თქვა ზარქვა ხო და ზარქვა ხო და მე ვაპირებ მაგის მას დაახვიონ ეს ისინი და გაიკეთონ რეზოლუციები ერთ ადგილას მას შემდეგ განსაკუთრებით არა ცხრში არა სხვაგან უყვართ მათ გაკეთება და რატომ იცი კურსი რატომ იცი იმიტომ რომ დენიგანმა ფაქტურად ამ ნაბიჯით იგივე უთხრა მას რა თქმა უნდა ეს არის ახლა მოცემულობა ეხლა ამათ რაც შეეხება გასაცოდებლებს რომ პანაშვიდები და ისა ხო რატომ დარწმუნებული იყავით რომ მოუხავშა ლობიოს შეჭამენ ამ ხელში ყველა ვარიანტში ეს არის ის რაც მათ დაემართათ რა ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე კიდევ ერთი კითხვა და საინტერესო კითხვა უკვე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე მე ვამოვდია რომ დებილები რო არ შევიდნენ 60 კაცი პარლამენტში დაკარგეს უდიდესი ბერკეტი პროცედურული ომისთვის ხმაურისთვის აგრეთ იმაუშკების არიწოდიან არიციან იმაუშკების გაშუა თუ არა მეტი დისკომფორტი შეეძლოთ ჩვენთვის მოენიჭებინათ ჩვენს და ვერქნეს იდიოტები არა სრული მარგინალები ეხლა ადგილობრივი არჩევნები მოდის და შეიძლება არც მიიღონ დიდი ალბათობით არა ხა პრინციპში ლოცულობენ ალბათ რომ იქნება გვიბძანონ არ ვიცი როგორ ამაზე ლოცულობენ ალბათ ხო აბა რა იქნება შენი აზრით არ ვიცი ომი დასრულდება თუ არა დიდი ალბათობით შეიძლება დასასრულისკენ წავიდეს მაგრამ აი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში დენაციფიკაციის პროცესი მიდის დასასრულამდე ხო არა თვითონაც ხელს უწყობენ დენაციფიკაციის პროცესი არის ის აუცილებელი პირობა ჩვენი ქვეყნის მომავალი მშვიდობისა და განვითარებისთვის ძალიან კარგი თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ხა არც არაფერს შეცვლის მათი მონაწილეობა მაგრამ მათი საბოლოოდ განდევნისათვის საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრებიდან ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და გაიხსნება სივრცე გაიხსნება რაღაცნაირად შესაძლებლობა გაჩნდება რომ ქვეყანაში ჯანმრთელი ჯანსაღი ოპოზიციური ძალები გაჩნდნენ და ძალიან ბევრი რამე გაკეთდა თბილისში კახიკალაძის პირობებში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში რეგიონებში კიდევ უფრო ეთყობა ეს ყველაფერი მაგრამ ბალანსის პოლიტიკური ბალანსის ჯანმრთელი ოპოზიციის პირობებში მგონია რომ კიდევ უფრო მეტი სიკეთის მოტანა ხო მაგრამ ვინ გახდება აი მაგარი პრობლემა შეგვიძლია ქვეყნის ნომას რა შეიძლება აქამდე არის სივრცე არის ფიზიკურად როდესაც ახლა მოესწროს უნდა ქვეყანას ედგა ეგზისტენციალური საფრთხე მაშინ ხდებოდა სრული კონსოლიდაცია ქართული ოცნების გუნდის გარშემო კი ბატონო გელა რამე დაკითხო იცი რომ ეხლა რომც მიიღონ დაუშვათ იცი იმედგასრებულია მათივე ამორჩეველი ხალხო მათი რამდენი იყო 700 ხო 1000 არ გაყვა ამავან მეტი 800 არ გაყვა ამ ავანტიურაში ეს ხალხი აირჩიეს იმიტომ რომ მათი ინტერესები დაცული ყოფილიყო ცივილიზებულად და ამათ მოინდომეს გადატრიალება მოიგონეს გაყალბება და არ გაყვა ხალხი
მას არ გაყვა ამაში. და ეხლა არც ხმას მისცემენ. ხო და ამაშია საქმე, რომ ისინი მათაც ხო იციან, რომ ეს არც ხმას მიცემენ. იმიტომ რომ მათ რო ჯეროდეთ, რომ დღესაც ყავთ იმდენი ამომრჩეველი, რამდენიც ყავდა საპარლამენტო არჩევნების დროს. ელემენტარულად თბილისი მოიგეს მათ საპარლამენტო 43-45% აიღო ოცნებამ და დანარჩენმა ოპოზიციამ და ელემენტარულად თბილისის მერის არჩევნებზე იჭიდავებდნენ და იგივე საკრებულოს არჩევნებზეც, მაგრამ ეხლა როდესაც იმას გამოკიდებული რომ იცი რა ეს იქნებოდა რომ ჩვენ ვცნობთ ამაც და რაღაცა აი ეს რაღაც აკვიატება შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს და ვატომ სწორედ თქვა რომ ეს ვინ აი შენ კითხე რომ ვინ მიიღებს მონაწილეობასო ჯერ ერთი საქართველოში ეს 4 პარტია ხო არ არის 10-ეულობით და 100-ეულობით პარტიებია გამოვლენ ეს პარტიები საკმაოდ აქტიურად აგერ ის გირჩი იძახის რომ კიდე უკეთესი თუ არ მიიღებენ მონაწილეობასო ეს ერთ-ერთი მაგალითი ჩვენ უფრო მეთხმას მივიღებთ ოპოზიცია რეალურად გამოჩნდება აუცილებლად და მართლაც მარგინალიზაცია ხდება მაგეთი და მე არ მგონია რომ ეს არ ესმოდეთ უბრალოდ 2-3 თვე კიდე ალბათ დაიცდიან შეხედავენ თუ თქვათ ეს უკვე იმაზე კედელზე თავის შეხეთქება იქნება როგორც ახლა უბრახუნებენ ხო ყოველდღიურად თავს და შეხედავენ რომ იმის წინ ვერ მიდიან ეს თავიანთი პრეზიდენტად მუდმივ პრეზიდენტად დატოვებული სალომეც ვერაფერს ვერ ახერხებს ხო უკვე ძალაუნებურად მე მგონი იმდენი ჭკუა ეყოფათ რომ მიიღონ მონაწილეობა არ მიიღებენ და თვითონ დაზარალდებიან აი ეს არის თორე ოპოზიცია აუცილებლად გაჩნდება ასეთ გენიალური კაცია ვინმე გიორგი ბუტიკაშვილი რაც კი ვიცი რომელი აი ბატონმა გელამ რაც თქვა წეგანა აი ეგ არის ეგ ამბობდა ზუსტად როგორი იდგაო როგორი იდგა გავიკითხოთ მაგას მაგობ გაშტა კითხებ საინტერესო იყო აშიშის ელჩის კაცის სახე დისტანცია როგორი იდგა ბოჭორიშვილთან გაშტა კითხვები რადგან მან მოიხსენია გაშტა კითხვები რადგან მან მოიხსენია როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი თუმცა მოლაპარაკებებზე როცა მიდიხარ მსგავსი სახელებები მისაღებია მე ერთი ამბობს წეს რომ პუტინსაც ელაპარაკებიან თუმცა ჰააგის სასამართლოს მიერ ის დამნაშავე და ესწრებოდა ჰააგის სასამართლო რაზე და სადგინი ნეტანიაჰუ არა მაგას თავი ნეტანიაჰუ და სად კონციალოს ტრამპის შემთხვევაში ხო ვიცით რა იქ არის მაგარი არგუმენტი მოიძებნა აქ ერთ რაღაცაზე მინდა თუ შეიძლება ხაზის გასმა იქ საელჩოს განცხადებაში იყო რომ საქართველოს საქართველოს აქვს რაღაც ნაბიჯები გადასადგმელი ურთიერთობის გამოსასწორებლად. საელჩოში განცხადებაში. ხო, ეხლა ელჩი საელჩო მთლიანად ხო ამ დაზიანებული, ძალიან მძიმედ დაზიანებული შელახული რეპუტაციის აღდგენა ხა ერთი შეხვედრი და ერთი ხელისმოწერა რა თქმა უნდა, ხო, ვერ შეძლებს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ურთიერთობები გაფუჭდა არა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების საფუძველზე, შედეგად, არამედ ეს იყო მთლიანად მათი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის რომელსაც შეურაცხყოფას გვაყენებენ როგორც აღიარებენ ბოდიშვით ხო რა როგორც აღიარებენ იმას რომ წინა ადმინისტრაციამ დაუშვა და დაიწყო ომი წინა ადმინისტრაციამ ჩაასხა ფული გადატრიალებებში LGBT და სიგიჟეებში როგორც სხვა მიმართულებებით კეთილინებონ და აღიარონ რომ საქართველოსთან ურთიერთობებით მათი აი ამ გაფუჭებული საქმეებით და საქართველოს მიმართ წარმოუდგენლად უსამართლო დამოკიდებულების შედეგია. აი ვატოს ის რომ გავაგზავნო ზუსტად ჩვენ ხო არ გითქვი არასოდეს ამერიკელებისთვის ვარ იგივე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზე, მათ გვერდით ყოფნაზე და რაღაცა და პირიქით ჩვენ მივიღეთ უარი რომ გააუქმეს რამოდენიმე სწავლება და ერთხელ თითქოს და საფრთხის წინაშე დააყენეს რაღაც უსაფრთხოების მომენტები და მეორე ხო ბურთი მათ ხარეზე არის უკვე და მათი გასაკეთებელია იგივე სწავლების აღდგენა იქნება თუ იგივე სხვა რაღაცები და ეხლა იმას დაუბრუნდები შალო კიდე ხენის ნებართვით რომ რაც შეეხება პოლიტიკოს ველზე ვინ გამოჩნდება პოლიტიკაში ხო გარემოების თამაშობს და სიტუაციას გარკვეულს და იყო ის სიტუაცია, როდესაც და ის გარემოება რეალურად შექმნილი, რომ აი ეს მარგინალი ჯგუფები და რადიკალები და გიჟები იყვნენ ოპოზიციაში. ხო, კი, ხონდათ ამისი მიზანი. ის გოი მთავრობა ვიყავ. ეხლა ცოტა რომ დაიწმინდება სიტუაცია, ხო? რეალურად არის შანსი იმისა, რომ ჯანსაღი ძალები გამოჩნდეს. მე გულისხმობ ჯანსაღ ძალებში ისეთ ადამიანებს თუ პარტიებს, რომლებიც რეალურ ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას. რაც აუცილებელი არის პოლიტიკაში. მაგრამ იმას კი არ იტყვი, რომ ეს ჭიქა არ ვარგა. დაბა რა გინდა? არ ვარგა.
როგორ უნდა იყოს რომ მოგეწონოს? ხო, აი თავისი აზრი უნდა თქვას, როგორი ჭიქაა მაშინ საჭირო, რატომ არის საჭირო? რატო არ ვარ იმან მითხრა? იმან ხო, ეს იმან მითხრა, მე რა ვიცი შენ რატო უნდა მითხრა იმან მითხრა? არ ვარ და ამიტომ ამ ხალხის დრო ნელ-ნელა მიდის და ხედავთ უკვე, ნუ რა თქმა უნდა გულიწვდება რომ ქართობა აღარ არის გუბაზიდეს ხალხი რომ მიდიან პოლიტიკიდან ხო შესაბამისი მიდის გამოაცხადა და ეს დიდი სიამოვნება გვაქვს დიდი დარტყმა მოგვაყენა კი ქართობის თვალსაზრისით პოლიტიკურად რას ლაპარაკობ რატომ მიდის ამოეწურა კლაუდური მონაცემები არა მე იმედი მაქვს რომ კანსონზე რო არის ცნობილი რუსული თუმცა შვილი შეუშვა საბჭოთა მულტფილმი რო არის შვილი არ არის ეს სასაცილო საბჭოთა მულტფილმი он улетел но он обещал вернуться ანუ შალო დამამშვიდე რა ანუ არის შანსი რომ მოვიდეს ცოტა მანევრია შანტაჟია რომ სამი კატლეტით მეტი მოიპოვოს აჰა კასი ამ ბუფეტის ტალონი როგორც მას ოქროაშვილმა უთხრა დაიკეტა USA-ის ტალონები აღარ არის რკინის კაცი ხარ რაღაცას გამონახავს მაინც კი ოქროაშვილის კიდი კაცი ხარ და მე რომ რაღაცა მოხდა ოქროაშვილმა მაგიოს ბუფეტის ტალონებზე მუშაობდა მაგრამ რეალურად ხო ისე და ისე ეს შანსები მართლა არის კარგი ოპონირების ნორმალური ხალხის გამოჩენის უკრაინიზაციას ნატრულობდა და აი ცივსისხლიანად ჩვენი ქვეყანა თავზე ბომბებს და ასე შემდეგ უკრაინას დამსგავსებოდა შურდათ უკრაინის აი დღეს არ ვიცი დღეში იმდენი ინფორმაცია მოდის რომ უკვე რომელს გამოეხმაუროდა რომელზე მიცე რეაქცია ხო მარტო რუტეს ორი განცხადება რა დღეს არა ნატო და ომი რო დამთავრდება ჩვენ რუსეთთან ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ აი ეს არის შედეგი იმ ასევე ძალიან მკაცრი გაფრთხილება სამწლიანი ტრაგიკული ომისა რასაც ზელენსკი მას თქვა რომ ომი დასრულდება და არჩევნებში გეშინოდეთ მშვიდობის დიდი მადლობა აი ეს საჩვენს ჩვენც უნდა გავიზიაროთ ორნო დასრულდება ჩვენც გვაქვს ჩვენი ძალიან ბევრი ამ საკეთებელი დიდი მადლობა მეგობრებო ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა პარასკევს შეხვდებით ჩვენ ერთმანეთს ვიფასო ტელემაყურებლებო გადაცემაში რომელსაც ქვია დიდი გადაცემა